რომის იმპერია იქნებოდა ისევ იმპერიად, მას რომ ქრისტე მიეღო ისე როგორც პავლე ქადაგებდა. მაგრამ ისინი რამდენ ხანს უყურა ღმერთმა რომის იმპერიას, რომ ქრისტიანული სივრცეში რო შევიდნენ. ვერ გაცდა ამ წარმართობას და პირიქით ქრისტიანობას დევნა დაუწყო. ისეც ვერ მიხვდა რომ თუ გინდა რომ შენი იმპერია მძლავრობდეს, ქრისტე უნდა მიეღო მას. მიეღო უნდა ქრისტე წაიღა და დემოკრატიული მასზე გადასულიყო. არ მიიღო რა მოხდა? ბარბაროსებმა დედაუტირეს რა. და ამას როგორ მიხვდა? პოლიტიკურად სწორი გათვლილი იყო, როცა 313 წელს ახალი წელიწადrixხვით. ნახეთ კონსტანტინემ მიიღო ესა. და ამით მოხდა აღმოსავლეთში, ესე იგი, იმპერიის გაგრძელება. რომმა გააგრძელა თავისი პოლიტიკური ამბიციები აღმოსავლეთისკენ. დასავლეთმა არსებობა შეწყვიტა 476 წელი. დამთავრდა. და რელიგიური ფორმით, ესე კათოლიციზმი მეორე 1054 წელი. 1054 წელს მიხვდნენ, რომ იცი რა არის, არ დავკარგოთ ის ტერიტორიები და გაიყო რელიგია ორად. და ქრისტიანობა. ეს პოლიტიკური მოსაზრებებით გაიყო. არ შეიძლება ქრისტე იყოფოდეს. ესე იგი პოლიტიკური მოსაზრებების ბრალი იყო გაყოფა. შეიძლება ახლა მე და თქვენ გავიყოთ ერთმანეთ. მეც ქრისტიანი, თქვენც ქრისტიანი და ჩვენ გავიყოთ და შენ საწინააღმდეგო რაღაცებს ვაკეთებდე. რანაირ ქრისტიანობაა ეგა? ქრისტე არ იყოფა არც ერთ ნაწილად. არ შეიძლება ამის დაყოფა. ეს ყოვლის მომცველი მსოფლმხედველობაა და სწორი მსოფლმხედველობა ტრანსცენდენტალ მიმართებაში. იმიტომ რომ ინფორმაცია მოდის ღმერთიდან, რომ ეს აბსოლუტი, რომელიც არავის არ არის დამოკიდებული, ეს ინფორმაცია მან მოიტანა. და ის აკონტროლებს და ფლობს აბსოლუტურად ყველაფერს. აბსოლუტია იქ, აბსოლუტი. მაგალითად, მაგიდაზე გვაქვს ჭიქა. არ შეხედავ ამ ჭიქას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან, ესე იგი, ელემენტარულის კურსი რო იცოდეთ, მიხვდეთ, აი ჭიქას, რო შეხედავთ, აი ამას უნდა, აი საიდან შეიქმნა ჭიქა? ესე იგი, ჭიქას აქვს თავისი ეს შედეგია. ამის მიზეზი არის ქარხანა, ფაბრიკა. ფაბრიკის მიზეზი ესეც შედეგია. ამის მიზეზი არის კონსტრუქტორი. ესეც შედეგია. ამის მიზეზი არის ქალდაკაცი. კონსტრუქტორი მის შექმნა. და ესე გაყვები და ესე თუ ვერ მივედით პირველ მიზეზთან, რომელიც თავის თავზეა დამოკიდებული, გავალთ აბსურდში და ვერ გავიგებთ აი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ესე იგი, სადღაც უნდა დაუშვათ და მივიდეთ, რომ არის პიროვნება, რომელიც არავის არ არის დამოკიდებული და არავის შედეგი არ არის. თავის თავში არის შედეგი მიზეზი. ასეთი არის ღმერთი. ეს ინფორმაცია ბიბლიდან მოვიდა. აი რო გაყვეთ, აი ელემენტარული ფიქრით რო გაყვეთ. და ლოგიკური ოპერაციებითაც შეიძლება, ხო, ჯერეთი ღმერთის გამოვლინება ბიბლიისთან ახლა საფრთხო წერილით, ლოგიკური იმითაც არის, აი ლოგიკის არსებობა და ლინგვისტური. სამივე არის გადმოცემული. ღმერთის არსებობაში ეჭვის შეტანა ეს უკვე ჭკუა ნაღრձობობა არის. მაგრამ ეხლა უყურე ლინგვისტური ასენა, პიროვნება, სიტყვით და ლაპარაკობს, ჯერ მარტო პირველი წიგნის პირველ თავში 31 ჯერ არის სიტყვა ღმერთი. და რო გაყვები მაგას მთლიანად, არ შეიძლება რომ მოგივიდეს აზრი რომ უპატრონოა სამყარო. თავისთავად აი შეიქმნა, რაღაც აი მატერია, არა როგორ გეკადრებოდ. ხო, მე ლინგვისტური გაგებით, რას ნიშნავს ლინგვისტი? აი ეს კანონები, საკომუნიკაციო კანონები, ვინ შექმნა? ესე იგი, ეს არ არის მარტო რო იძახიან ღმერთი, უნდა განიცადო, უნდა იმასაქანა. რანაირად ეს აღმოსავლურ რელიგიას ახასიათებს, უნდა განიცადო მისტიციზმი და სხვათა შორის ამგზას დაადგა მართლმადიდებლობაც. და ამიტომ არის განცდაში რაც შემოდის თვალი, ყურეს მორთე სახლი ხატებით, იმით, ამით და ეგზალტაცია და ასევე დენომინაციები, 50 ქარიზმატები, უნდა განიცადო, ახტე და ტვენი გადააბარეს იმას. განიცადო რა უნდა განიცადო, ხო შეიძლება აქ სატანა მეტი ემოცია კი გასაგებია, განცდაც არსებობს ყველაფერი, მაგრამ ღმერთი პირველ რიგში არის საკომუნიკაციო საშუალო, ის პიროვნებაა. მეც პიროვნება ვარ. ის მელაპარაკება, მეც ველაპარაკები. ლოგიკური კანონების ფუძემდებელია. ამ კანონებით ხდება ჩემი ურთიერთობა ამასთან. ასე რომ ლოგიკა ვინ შექმნა? როგორ ახსნეს ათეისტი იმას, რომ ლოგიკა როგორ შემთხვევით განვითარდა ეს? ენა განვითარება პოვარაგერ ეს შემთხვევით? ეს არანაირად არ ჭირდება ხალხნო ეგა. ამიტომ ჯიუტები არიან ათეისტები, ვინც ამ პოზიციაზე დგანან. სახეზე არის სამყაროში რაღაცა ისეთი ჰარმონია, რომ ამის უკან უნდა იდგეს უფრო ძლიერი პიროვნება, რომელიც ამავე დროს ძალიან მოსიყვარული არის. აი ამ ინფორმაციას გვაძლევს აი 66 წიგნი. სხვა წიგნიდან ვერ გაიგებთ ამას. და რწმენა უნდა დააფუძნო ამაზე. და შესაბამისად ისეც უნდა გვითხრას ამ წიგნმა რატო ვართ ამ დღეში. დღე არის რაღაცა აკლია რა ქვეყანას რა. რაღაცა კარგად არ მიდის. კარგი მიმართულებით არ მიდის. მაგალითად ბიბლიაში ღმერთი მისცემდა ადამიანებს ღმერთის გარეშე მიაგენით რაღაცებს და ფაბრიკა ქარხნების აშენება მაგალითად ღმერთისთვის მისაღებია. აი ამაზე გიფიქრიათ? აი ხო პროგრესი ვითო
აი ეს განვითარება თვითონება ეს გგონიათ ეს სწორია? ეს არანაირად სწორი არ არის. ეს ღმერთს დაშორებულმა ადამიანმა დაიწყო მტკიცება ღმერთის გარეშე შემიძლია ცხოვრება. და ღმერთის დადებული კანონები თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ღმერთის შექმნილი ყველაფერი რესურსები მიწაში რაც არის, თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ნახეთ საით კერმიდის პლანეტა და არა ცდება მას რისხვა. ცეცხლით, ჯერ ერთი მეოთხედი, მე ერთი მესამედი. აი რაც აღწერილი არის აპოკალიფსში. აი ეს ახლა ადამიანები რწმენაზე რო არიან გამოკიდებული, თუ რწმენის საფუძვლებით შენ ამყარებ რწმენას აფუძნებ ფანტაზიაზე, ეს რწმენა არ არის სწორი რწმენა. ამიტომ რწმენის საფუძველში მოიაზრება თუ არა ის ლოგიკური ლინგვისტიკა, რომელიც ღმერთმა დადო. კი, რა თქმა უნდა. ღმერთის შემეცნება შესაძლებელი არის ლოგიკით. კი, როგორ არა. კომუნიცირებს, რომ ადამი და ევა ღმერთთან კომუნიკაციაში არიან. ლინგვისტური თვალით დღეს არა გვაქვს ეს ჩვენ დღეს. დღეს არა გვაქვს ვარდ გაჩერებული მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი ფორმის კომუნიკაცია. არა წერილობით აღარ არის კომუნიკაცია. გამორიცხეთ. დღეს არც ერთ ადამიანს აი ესე სადახარ ადამ ან პავლეს რატომ დევნი ღმერთი ამ კომუნიკაციით აღარ შემოდის. იმიტომ რომ დასროლებული სახით მოცემული არის მისი სიტყვა ბიბლიაში. ამიტომ ერთადერთი ძირითადი წყარო ღმერთის შემეცნებისა ჩვენ გაგვაჩნია ადამიანებს და კაცობრიობას მხოლოდ ბიბლია. აი ამით არის კომუნიკაცია. გინდათ ღმერთთან კომუნიკაცია და ჩვენ კომუნიკაბელური არსებანი ვართ ღმერთის მიერ გაჩენილი საღვთო წერილის მეშვეობით. ისე გამორიცხეთ. აი ეს ეზარება ადამიანს და ხო უნდა ჩაიხედო აქა. პირველი ორი თავი აი ბიბლიაში როგორ იწყა, აი თავდაპირველად ღმერთმა სადადები და ამის უბრალოდ ყველაფერი სადათ არის ნათქვამი, რომ არის ფლობელი. და აქ ინფორმაციას ვგებულობთ, რატომ გაწყდა კომუნიკაცია. აი ესე თავდაპირველი კომუნიკაცია. იქ ბიბლით არ ჭიდებოდა, ეხლა წიგნებით არ ჭიდებოდა კომუნიკაცია ადამიანსა და ევას. ეს იყო საუცხოო პერიოდი. აი ეს იყო ნამდვილი პერიოდი. დედამიწა ატმოსფეროთ რომ ისეთი მოდელი იყო, არ საჭიროებდა ქარხანა ფაბრიკებს. იმ გზით რომ განვითარებული იყო, გამრავლებულიყო იყო საზოგადოება, არც ერთი ქარხანა და ფაბრიკა ამ დედამიწაზე არ იქნებოდა. ქარხანა და ფაბრიკა ეს არ არის კარგი რამე. ეს ცოდვად დაცემული ადამიანი პატრონს რო დარჩა, გაურთულდა ცხოვრება და გართულებული ცხოვრების კომფორტაბელურ გზას დაადგა. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ღმერთის გარეშე ღმერთი გვერდზე გაწია და ისე დაიწყო. ეს კი დამღუპველია. ღმერთი კი არ გიკრძალავს ცოდვად დაცემულ გარემოში. შენ ის მონაპოვარი, ის განძეული, რომელიც მან გააჩინა, გამოიყენო. გეუბნება, ჩემს გარეშე არ გააკეთო. მოკლედ, იარაღის შექმენი, მაგრამ ჩემს გარეშე რატო კიდევ ხამახეთ? თუ მე გამწევ გვერდზე, ეს იარაღი შენთვის საბედისწერო იქნება. ხო ესეა? ანის ქარხანა, აი ატომი. ადამიანს კი არ მოუგონია. ურანი და რაღაცები რო არ იყოს, რას გამოიგონებდნენ, ხო? არაფერი არ მოდით ვთქვათ, აღმოჩნდა, აღმოაჩინეს, მიაგანეს, დამალულს, გადამალულს, მიაგონო ადამიანმა, მაგრამ ღმერთს არ დაეკითხა და თითქოს იცი რა არის, აი უშენოთაც ვაკეთებ ქვეყანას და გახარებულია. და ადგა და სხვა თეორიები მოიწია. სხვა თეორიებით შექმნა. ღმერთის გარეშე სამყაროს მტკიცება, ეს არის ადამიანის გაუკუღმართებული ადამიანის თეორია, აჯანყებულის. არაით არის ღმერთი არ არის, კაცო და შევდე, აგერ არის თავისთავად დედამიწა რამე და გამოვიყენოთ, რაც გინდა ჩვენია, როგორც გინდა ისე მოვექცეთ ამას. ნახეთ როგორ დაანაგვიანეს დედამიწა. დედამიწა როგორც არის, არის დიდ ურნად იქცა. ახლა როცა ეს ძალიან გრძელდება, ხომ უფრო ლოგიკური და ნამდვილი არის ის, რაც ჩაწერილია აპოკალიფსში, რომ ცეცხლით უნდა მოხდეს ამის დასჯა. და განადგურება, მაგრამ თვითმიზანი ხომ არ არის დასჯა, სულ ყველა ხომ რა გაწყვიტო ღმერთო, რა თქმა უნდა არა. ამიტომ ის ნარჩენებისთვის, ვინც არის რა მოხდება, ტრანსფორმირებული იქნება დედამიწა, ისე როგორც თავდაპირველად იყო. და ვინ იჯდება სათავეში? იესო ქრისტე. ხო, რეზიდენცია იქნება იერუსალიმში. იმიტომ ეს აღთქმა აქვს დადებული ჯერ კიდე ა ブラ ამთან. მანამდე კაცობრიობის აი ესეთი ამ გზას რო და ბნელეთის გზას რო დაადგა ადამი და ევა, ხო დაარიგა რომ თუ ჩემს გარეშე დაიწყებთ მშენებლობას და მე არ ჩამრევთ, ტყავი გაგძვრებათ. არ დაიჯერა არავინ რა. ხო დაიწყეს უღმერთოდ მოწყობა პირველი კაცობრიობის აი ამ მოსახლეობამ პლანეტის. რითი დამთავრდა ეს? 1600 წლის მერე სადღაც პირობითად 1656 წელი 64-დან წარღონამდე გამრავლებული ეს ხალხი 7-დან 8 მილიარდი არ ვიცით რამდენია სხვა მონაცემებით, მაგრამ სავსე იყო მოსახლეობა. წარღვნით გაირეცხა. რამ განაპირობეს? ღმერთის გარეშე დაიწყეს ცხოვრება. დააშორდნენ. ყველანაირად ქაოსში
და არანაირ აღარავინ აღარ იყო ადამიანი, რომ ღმერთი მოეწევნა. გაამაყდნენ, გადაირივნენ და რა წარმოიდგინეთ ახლა იქ რა მოხდებოდა. დაწვრილებით ხო არ არის აღწერილი რა იყო ეს. ერთი ვიცით რომ ღმერთს არ მოეწონა საით მიდიოდა კაცობრიობა და ერთადერთ პიროვნებასთან დაიჭირა საქმე, რომ თავისი გეგმა განხორციელებულიყო. გეგმას ხო არაფერი არ უნდა დაშავებოდა. სატანამ ხო იცოდა ედემის ბაღში ხომ ეს განაჩენი მოისმინა მან და ხელი შემშლელი საშუალებებიც აამუშავა სატანამ. თითქოს და მიაღწია მიზანს, მაგრამ ხდებით ღმერთი ახლა რომ ყოვლის შემძლიანი ყავდა მას თავისი ერთგული ადამიანი, ერთი ოჯახი და მისი თავკაცი ნოე და აღთქმა ამასთან გააგრძელა. ხედავთ გადაეცა და თითქოს საშრო ველოდება კაცობრიობას დამთავრდა. არა არ ხდება ის რომ სულ ყველა გაწყდა და თავიდან ღმერთი დაიწყებს მშენებლობას. გამოდის რომ ღმერთი ესე იგი არაფერი არის ეს, გამოდის ეს უნიჭო მხატვარი. ამიტომ კაცობრიობამ სვლა გააგრძელა და ვინც ხელს უშლიდა ამას, ისინი ჩამოაშორა. გარკვეული გაგებით სიკვდილიც ეს არის. სიკვდილი გაქრობა კი არ არის. ჩამოშორებაა სცენიდან იმ ადამიანებისა, რომელიც ღმერთის ნებას ხელს უშლის. და ღმერთის ნებას ხელს უშლის დღეს ძალიან ბევრი დასახლებული პლანეტაზე. მაგრამ ვინაიდან ღმერთს აქვს თავისი გეგმა, განსახორციელების ბოლომდე უნდა მივიდეს და ის ბოლო ადამიანი აუცილებლად წარღვნა შეიძლება ნოემდეც მომხდარი. მაგრამ ნოეს ხო დაელოდა, იმან ხო იცოდა დროსა და იმას ხო არ ექვემდებარება სივრცეს ღმერთი. იცოდა რომ აი ეს ერთი კაცი იქნებოდა და იმას დაველოდები და გაწელა დროში ეს. ამ დროში გაწელამ თან შანსიც მისცა მოსახლეობას, რომ დაეგდოთ ყური და 120 წელის განმავლობაში, 120 წელი ხო საკმარისია, კაცი რადიო ჩართო და გელაპარაკოს რომ მოეგე გონებას, შენ არ მოეგე გონებას. 120 წელი საკმარისი არის. ასევე ქანაანში დასახლებული მოსახლეობის, რომელიც იღებს სათავეს საიდან ნოეს სამი შვილიდან, ქანაანის შვილიშვილი ქამის, საკმარისი არის 430 წელი. ამიტომ როცა აბრაამი გამოყავს ურიდან და ეუბნება რომ აღთქმას დებს, ნახეთ 430 წელია საჭირო ამისთვის კიდე, რომ ის ტერიტორია ათვისებული იქნას ამის თამამლობის მიერ და აბრაამი შოკში არის, გალოკილი კაცი არის და აბსოლუტურად არავინ არ აყავს. არის 75 წლის 65 წელს არის სარა და იმ პერიოდში ეს წლები ნორმალური წლებად ითვლება, მაგრამ უკვე წლებმა იკლო, სიცოცხლის ხანგრძლივები დაეცა. 70 წლამდე დავიდა, გამონაკლისები იყო რაღაცა 100 და რაღაცა თუ დააკვირდებით მე. 75 წლის ასაკში, ესე იგი შვილი ამას არ აყავს. გამოდის არის ის სადმედის და ამიტომ არის რომ ჯულის კანონით კი არ გამოდის ის. რწმენით. ჯული არ არის, კანონი არ არის, არაფერი არ არის. ეგ მერე სინაის მთაზე მოვიდა. ამ მაგალითს ხო იყენებს პავლე მერე გალატელების წელში რა კარგი ილუსტრაცია აქვს მას. აბრაამი, მერე აბრაამის ოჯახიდან აგარი და სარა, ეს ილუსტრაცია იდეისა, იმ თეოლოგიური იდეისა, რომელიც გაფშლილი არის მესამე-მეოთხე თავში გალატელთა წერილი პავლეს ეპისტოლე გალატელთა მიმართ. აი თუ არ ვიცით ძველი აღთქმა, ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეებში შესვლა გალატელებში, აკი ბევრს უჭირს. ასევე ელემენტარულად მესამე თავი რო იწყება უკვე მეოთხე თავი, აი შვილობისა თუ არ ვიცით რომის ისტორიაში რომაული იმპერიის კულტურა რომელი შვილზეა რა არის შვილი ვართ მე სანამ მემკვიდრე ვიქნებით რო გვაღიარებს мама და მე უკვე მიგვიღებს ოჯახში თუ არ ვიცით რა წესები იყო რომის იმაში ეს ხო მიმართავს პავლე იქ კონკრეტულ იმაში და მათ იციან ეს ილუსტრაციები როგორც მაგალითად დღევანდელ სიტუაციაში მწერალი იმ ილუსტრაციებს გამოიყენებს რომელიც ჩვენთვის ნაცნობია და თუ უცნობია ვერ გავიგებთ ამ შედარებებს ამიტომ რატო ახლავს ბიბლიის სწავლას თან ისტორიული არეალების წოდნაც ელემენტი რომელიც ჩვენამდე მოაღწია იმ ადათ-წესებმა ჩვევებმა და უკვე თვალსაჩინოება აი აქ ჭირდება ჩვენ ისტორიკოს კომენტატორები და აი ამ დამხმარე ლიტერატურით ჩვენ გებულობთ მთავარს თეოლოგიურ სიღრმეებს გებულობთ და ვაცნობიერებთ რასაც იძახის პავლე ისე სხვა მხრივ გაუგებარი დარჩება რომის ისტორიაში გითხარით რომის ცხოვრებაში ყოფა ცხოვრებაში იყვნენ ესე იგი 120 მილიონი იყო დასახლებული რომის იმპერიის მოიცავდა დღევანდელ ევროპის ტერიტორიას 60 მილიონი მონა იყო რომელი მოქალაქე არ მუშაობდა ამიტომ საქმე რო გაკეთეს ვიღაცა ხო უნდა აკეთებდეს ამას ცოცხალი სამუშაო იარაღი იყო ადამიანი ამიტომ იყო მონები სხვადასხვა ნიშნით ხასიათებოდა აი მონის სტატუსი რა განსაზღვრავდა მონის სტატუსი დაბადებით კი არა თელი რიგი რაღაცეებით შეიძლება თავისუფლად აღმოჩენილიყო რომელიღაცა მოაზროვნე მონის იმაში მდგომარეობაში. მაგალითად ცნობილია რომ მონათა ბაზარზე პლატონიც კი მონად გაიყიდა და დიოგენე სინოპელი. ასე რომ
მონა არ იყო მანდამაინც ესე დახარისხებული შენ დაბალი დონის ერთი სოციალური მდგომარეობა შეცვლებოდა მეორე თავისუფლად შეიძლებოდა მონის მდგომარეობაში აღმოჩენილიყავი და გაყიდულიყავი როგორც იარაღი ან იყიდი და ოჯახი თუ ფილოსოფოსი ხარ მასწავლებლად აღმზელად და სხვადასხვა ფუნქციას შეასრულებდნენ. მონათა ბაზარზე წარმოდგენილი იყო ცოცხალი ადამიანები როგორც ინსტრუმენტები, როგორც ფიზიკური ინსტრუმენტები, თქვა გათოხნე, ასევე ინტელექტუალური ინსტრუმენტი, მასწავლებელი, დაამრიგებელი, რაღაცა მასწავლო და თავისუფლად შეგვეძლო რომის პატრიციას გასულიყო რომის ბაზარზე და იყიდა ვინ? ფილოსოფოსიც, მუშაც და დამლაგებელიც და მზარეულიც. მაგრამ სტატუსი მონაა, ადამიანია. განაწესებდა ამას თავის და იმას მიანიჭებდა ფუნქციას და ის არაფერს არ აკეთებდა. მის მაგვრად აკეთებდა ყველა ინტელექტუალურადაც არაფერს არ აკეთებდნენ. ერთობოდნენ პოეზია, ლიტერატურა და აი წამოწეული იყვნენ დროს ატარებდნენ. ხედავთ რა წარმართული ის იყო. ეხლა როდესაც ამ სივრცეში სახარება შედის აუცილებლად ავტორმა უნდა მაგალითები მოიყვანოს იმ ყოფიდან რომ მსმენელმა გაიგოს. ერთი ასეთი მაგალითი ასეთია, ჯერ იუდაველებს რო ელაპარაკება მისი მსმენელები იუდაველებიც არიან, რომელმაც ისიან ძველი აღთქმა და ასევე არიან წარმართები, რომლებიც ცხოვრობენ რომის იმპერიაში. რომის იმპერიაში, ხო? გალატია რომის იმპერიის ერთ-ერთი ძლიერი პროვინცია თავისი ქალაქებითა და იცით მაგის ისტორიის წარმოშობა, ხომ? ვინ დაარსა ეგ ისინი, საიდან შემოვიდნენ ეს გალები, ეს კელტები, ძველი კულტურის იყო, ესე იგი ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ტერიტორიიდან, თანამედროვე საფრანგეთიდან წამოვიდნენ, მოეწონათ კლიმატი, მართლაც მაგარი პოინტი, იცით რომ თურქეთის ტერიტორია ერთ-ერთი ბრწყინვალე მთელი ევროპას ჯობია კლიმატით რო იცოდე, რო არ ჩაითვალოს საფრანგეთი და რამოდენიმე კიდე, ხო, აქეთე. ეს არის თურქეთის ტერიტორია, არის ერთ-ერთი ძლიერი კლიმატური თვალსაზრისით. ხო, ყველაფერი მოდის, ზღვები იქიდან, აქედან დააკვირდით, რუკას და ნახეთ. აი ეს ადგილი როგორ ჩაიგდეს ხელში გადამთელმა რაღაცა თურქეთიდან მოსულმა ხალხმა, ხო? ხო, დავუბრუნდეთ ესე იგი, რომის იმპერიის იმაში წესები, ადაწესებს, როცა ვსწავლობთ ჩვენ და არის გამოცემული 2 ტომი მშვენიერი ამისა, ბიბლიური იმების, ყოფაცხოვრების, აი ესეთი განმარტებით ისენი, ბიბლიური იმებს, თუ ამაში ვერ გავერკვევით, ჩვენ ვერ გავიგებთ იმ შედარებებს. როცა შედარებებით ილუსტრაციით ხდება, თქვათ ამის ახსნა. ასევე როცა ილუსტრაციას აქვს ადგილი კორინთელთა წერილში და ეს ცუდად არის გაგებული, რომ ქალისა და კაცის მდგომარეობა, ხომ? და მანდამაინც აღებული არის თავსაფრის ფილოსოფია, რომ თავსაფარი თუ არ დაიხური, ისე არ შეხვიდე. თავსაფარზე არ არის ლაპარაკი იქა. ილუსტრაცია ეგა იერარქიაზე, ოჯახში ვინ არის პირველი, მეორე და მესამე. და შესაბამისად ეკლესიაში რომ მოხდები იერარქიას, რომ ვინ უნდა დაექვემდებაროს და ეკლესიაში რომ მოხდები, ქალმა უნდა გაჩერდეს, სახში უნდა დაეკითხოს იმას. ეს იერარქიაა. არაფერს ვერ არის, მან ფორმა აიღო და მანდამაინც თავსაფარი გახურავს, ქალს რო შეხვალ, დამთავრდა მორწმუნე ხარ და სახში კიდე ბუა ხარ. აი ეს არასწორად არის გაგებული. და როცა გალატელების წელში იძახის ყრმობაზე რო ლაპარაკობს, ნახეთ რა კარგი ილუსტრაცია არის რომის ოჯახში პატრიციას, ესე იგი არისტოკრატული გვარის წარმომადგენლებს, რომელსაც ყავდა მონები, სიტყვა მონა არ ასოცირდება დაბარჯულ კაცთან, არაინტელექტუალთან და შავთან. ეს არის სოციალური სტატუსის დაქვემდებარებული გარკვეული ადამიანები და უკვე შენ სახელმწიფო ინტერესებში ხარ და მონის სტატუსი ხარ და დაგდაღავენ და ვერსად ვერ გაიქცევი. როგორც მონაში ჩავარდე, ასევე განთავისუფლების უფლებაც აქვს რომის კანონებს და თუ მოიპოვებ ამას გაგანთავისუფლებენ. დაგიწერენ იმას და უკვე თავისუფალი ხარ. და შეიძლება თავიდან რა მონა კი არ იყოს პლატონი. მე მონათა იმაში გაიყიდა. თქვათ, როგორც ისრაელის იმაშიდაც არის ეგა, ხო, ძველ აღთქმაში, ხო გახსოვთ იქ, რომ ყველაფერი დაეკარგება ადამიანს, უდიქ თავის თავს გაყიდის მონათ და თავის ზემას თავის იმაში იქნება მონათ ეგ. მხოლოდ ის არ უნდა მოკლა, არ უნდა აწამო. ესე იგი, რა მოვალეობა ქონდა იმას, რა შედარება აქვს, როცა იძახის პავლე ამაზე. აი, შვილობა და მანამდე მონავართ. ესე იგი, ბავშვი, რომელიც იღზდება არისტოკრატიული თავის მამა არ ცნობს მას ჯერ შვილად, სანამ სრულწლოვნებას არ მიაღწევს. სრულწლოვნებას განსაზღვრავს მამა. მანამდე ბავშვი მონაა და ისინი სხვაზე ის მაგას. მონა თითოლება, მამამ არ ცნო ის შვილად. და მონის ის გაგება კი არ რომ სცემენ დააწვალებენ. ის ჩაბარებული ყავს მეურვეებს და ესეთისა განაწილებული აჭმებს ერთი, უვლის ერთ პიროვნება და არის კიდე გამოყოფილი მონა, რომელიც მოვალეობა არის მოკიდოს ბავშვს ხელი და სახლიდან სკოლამდე ატაროს. სკოლა ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ისეთ ადგილს, სადაც ადამიანი ყველა მატერიალური საქმეს მოწყვეტილი და უსაქმური ადგილი. საქმე აღარ არის. ესე იგი თეორია. ხო და აი ეს მონას მიყავდა და ამ მონას ერქვა ნახეთ თავისები პედაგოგი, პედაგოგოს, ბავშვის გამძღოლი. ხო არის ჩვენთან მე ეს ტერმინი შემოვიდა ჩვენთან პედაგოგი, ბერძნული სიტყვა. ახლა ქართულად ეს არ ითარგმნება, როგორც რუსებმა კარგად გადმოიტანეს, დეცი ხო? დეწ ვადიწელ. ბავშვის გამძღოლი.
აი ამ მონას ეს ევალა. მანამდე მის მოვალეობაში შედიოდა ვითარცა შვილი მონათითულებოდა, რომ დაბადა რომის არისტოკრატია შვილი შვილად მაშინ ჩაეწერებოდა, როცა იგი სრულწლოვანებას მიაღწევდა. ისე შვილი არ იყო. ის მონა იყო. აი რა ილუსტრაცია მოაქვს პავლეს, ხედავ, უადარებს ძველი ჯულის კანონი და ევანგელია. ამიტომ ამას თავისებური მნიშვნელობა აქვს და შვილი კი არ გადაუგდია მამას, არ იღებს ძერ შვილად. მაგრამ ყველაფერი აქვს მას. და ელოდება მომენტს, როგორც კი სრულწლოვანებაში შედის, ეს მამა განსაზღვრავს მის სრულწლოვანებას, ხდება მისი ესე ტოგას მოაცმევენ, უკვე დაამთავრდა, მან ცნო შვილად და ეს უკვე შვილად იწოდება და ეწვი მამიკო, მამილო. აი ეს მაგალითები მოყავს გალატელებში პავლეს. იცით რა კარგი ილუსტრაციაა? თუ ამას ვერ გავითვალისწინებთ ჩვენ, ამას გადავიკითხავთ, ვერაფერს ვერ გავიგებთ. ხო, სიღრმეებში, აი როგორც იგრძნო რაზეა ლაპარაკი. ესე იგი, დოქტრინა არის გადმოცემული ილუსტრაციის მეშვეობით. პირველი ილუსტრაცია არის აბრაამი. მეუბნება ამათ ამ გალატელებს. აბრაამი ხო იცითო ყველა და მართლაც იგიცნობ. აბრაამმა საქმეებით პირველი ჯულის კანონი ქონდა არა. ესე იგი, მამად რწმენით გამართლდა აბრაამი. რწმენით გაყვა არც იცოდა სად მიდიოდა, ღმერთს გაყვა რწმენით და უთხრა ასეთი რამე. გამრავლდები, აიხედე ზემოთ რამდენია ვარსკვლავი, რამდენი გამრავლდები ვარსკვლავებით. გაუცდა აბრაამი. როგორ უნდა გამრავლდეს, არ ამყავს შვილიო. 75 წელს არის. 75 წელიდან გავიდა 10 წელი კიდე. 10 წელი 86 წლის ასაკში რო ელოდნენ ამდენი ხანი. 10 წელი სადღაც ხო 10-11 წელი. სარამ თავისი მონა მხევალი, ესე იგი მონა ეგვიპტიდან გამოყოლილი, ესე იგი ეგვიპტელი იყო ის, აგარი არაბული ის იყო. აი ეს დაუჯინა აღმოსავლურ კულტურაში ეს მოდიოდა, არაფერი ამას უწესო არ გაუკეთებია სარას. ხო, მამად უწესო და რაღაცა აღმოსავლური კულტურის შესაბამისად იმოქმედა მან, რომ ქალს რომელიც შვილი არ უჩნდება, მხევალი დაუსვისა და ის არის შენი შვილი. სუროგატული დედა, ხო? და გაჩნდა ასე იზმაილი. სანამ გაჩნდებოდა ფეხმძიმე კონფლიქტი ჩამოვარდა. კონფლიქტის ჩამოვარდის შედეგად სარამ გააგდო სახლიდან ესა ფეხმძიმე ქალი. აი ეს მაგალითიც მოყავს პავლეს რო იცოდეთ. აგარი და იმას. გააგდო, ეს დაწვრილებით ხვარწერია, გააგდო სახლიდან და უდაბნოში ეს ქალი როტირი და ღმერთმა უთხრა დაბრუნდი სახლში. და მე მოული ნუ გეშინია. იზმაელი უწოდა. ფეხმძიმე ქალი ისევ სახლში დაბრუნდა და დაიბადა იზმაელი. იზმაელი რო დაიბადა 13-14 წელი სახლში იყო. მაგრამ ისააკით შემოვიდა ამავე დროს დანაპირები 100 წელს არ იყო და 13 წლის განმავლობაში ეს იზმაელი დაცინოდა ამ ბავშვს. აი ეს მაგალითიც მოყავს პავლეს. და დაცინოდა რა კონფლიქტი აბრაამს უთხრა გაუშვესენი და დაექვემდება რა. ხვდებით რატომ მოყავს ეს აგარი რისი სიმბოლოა ჯულის კანონი ესე იგი ეს არის წყევლას დაქვემდებარებული და მადლი სარა. აბრაამის წმენის მამა. აი ეს მაგალითები არის. და ხო ადვილი ხდება უკვე როცა გადახედავთ ამის საკითხად. რა უპირატესობაა ქრისტიანობას და რა არის ევანგელია? ქრისტიანობა ხო ევანგელია ხალხო. და აი ეს არ ესწავლება საქართველოში. იმიტომ რომ ასწავლო, შენ თვითონ უნდა შეხვიდე მაგ სიღრმეებში და შენ თავად უნდა იყო ევანგელისტი. ეს დოქტრინა თუ არ იცი და შენ თავად უნდა განიცადო ეს როგორც ლოგიკური ოპერაციებით, ასევე განცდიდაც და უკვე ხდება კომუნიკაცია შენსა და ღმერთს შორის. ამ წიგზე დაყნობით და ლოცვას აზრი აქვს. და რწმენით, როცა ლოცულობ, შენ დარწმუნებული უნდა იყო, რომ გისმენს ღმერთი. ისე აზრი არ აქვს ლოცვას. ხათა რო დგება ადამიანი. შენ იმის რწმენა გაქვს, რომ ხატი გაგცემს პასუხს და ეხო სასაცილოა, ხატი შეიძლება პასუხი გაგცეს. ეს რომ ნივთია, მატერია, ამიტომ ეფექტი ნულია. და თუ რაიმე ხდება, სატანას სარგებლობს ამით, რომ კიდევ უფრო შეგიყვანოს შეცდომაში და ხატს აღარ მოგაშოროს. ფსევდო რაღაცებს გაგიჩენს. მაგალითად, უშვილობის ხატში ისეთ ილუზიაში შეგიყვანს, რომ თითქოს შვილი აღარ ყავდა და ბევრს არ იცის, რომ იმ წუთში ხო არ იქნება შვილის გაჩენა, კაცო, გათხოვებული ქალი არ ნიშნავს იმას, რომ როგორც კი გათხოვდება, იმავე წუთში დაორსულდები. აი ეგ ორგანიზმია ინდივიდუალური და ზოგი ორგანიზმები ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ჯამთელია ქალი, ჯამთელია კაცი, მართალია ეს იშვიათია, მაგრამ ესია და ორგანიზმები არ იღებს. ხშირად არის ესეთ მესამე წლის თავზე ჩდება, მეოთხე წლის შეიძლება ეს დამთხევაც იყოს, რომ ბავშვი არ უჩნდება ვიღაცას და ხატი დაემთხვა მესამე წელს იყიდა და ბავშვი აი სასწაული მოხდინა, რაც ეს ხატი დაუყიდე ვილოცე ბავშვი გამიჩნდა. აი ამ სასწაულს სატანა აკეთებს. თუ ეს სასწაულია. და შედიხარ ილუზიაში, რომ აი ეს ხატი არა, ამ ხატმა მე ბავშვი გამიჩინა, ტყუილია. ხატი ბავშვებს არ აჩენს. და ხატის უკან კიდე ღმერთი დგას, საცოდაო შენა. და იმან გაგიჩინა ბავშვი თუ გაგიჩინა, იმიტომ რომ სიცოცხლის შემოტანი ხატი კი არ არის, ღმერთია.
და თავისი დროა ყველას. ამიტომ აი ამ ილუსტრაციებს კარგად იძახის რა პავლე პირდაპირ ეუბნება გალატელებს, აი ვინ გადაგიყვანათ ამით, აი დაიწყეთ რითი, სულით დაიწყეთ ხორცით ამთავრებთ, ხო? და უპირისპირებს ერთმანეთს ჯულსა და მადლს და ქრისტეს დამსახურებას და არაფრით არ შეიძლება ეს დააშენო ერთმანეთზეო. ესე გალატელების წერილი ძალიან აქტუალურია ქართულ სივრცეშიც და არა მარტო ქართულ სივრცეში. აბა გადახედეთ ქართულ ეკლესიაში რა ხდება. ამ გალატელების წერილის თანახმად 420-ნაირი მღვდლები უნდა სცვენოდეთ. რომ შევიდნენ იქა და პროტესტანტული და ეს არა გამორიცხულია. რა, პირველ საუკუნეში 420-ები არ იყვნენ? ძალიანაც იყვნენ. აი მას მიმართავს პავლე. თავად გამოვიდა და მოგეხსენებათ მე რა უპირატესობა აქვს ევანგელიას. შეიძლება ეს გაცვალო, ან კიდე ესენი შეაერთო? შეერთება არ შეიძლება. იმიტომ რომ ძველი უკვე მორჩა. ამან შეასრულა, ისევე როგორც პედაგოგმა შეასრულა ბავშვი წაიყვანა სახლიდან სკოლამდე. მისი მოვალეობა ეს იყო. ამიტომ ნახეთ, პედაგოგის ილუსტრაციას მოუხმო, ჯულის კანონი იყო პედაგოგი. ჩვენ ჯულმა მიგვიყვანა ღმერთთან, იესო ქრისტესთან. და ახლა კი უნდა მოვიშოროთ. ქრისტეს ჩავბარდეთ. ხო, კარგი დოქტრინა არის. ესე იგი გავთავისუფლდით. რისგან? ჯულით მოვიდა რა? მონა ვიყავი მე. სანამ მამა არ მიმიღებდა, მე არ მაღიარებდა შვილად, მე მონა ვარ. ამიტომ მონას ნახეთ როგორ სხვა უვლის, მამა ასან არ არის. და ამ კანონებს ასრულებს. როგორც უკვე მივაღწია სრულყოფილებას მე მამამ ცნო, მამაც დაუძახე. მემკვიდრეც ვარ. თუ მემკვიდრე, აღთქმით მემკვიდრე, ესე იგი რწმენით აბრაამის შვილი ვარ. აი ეს არის წეხის პავლე. და როცა გადმოგაქვთ თქვენ ის ზერერე ქრისტიანობა, ქრისტიანობა არის დავამყანოთ იესო ქრისტესზე ხალხო და ეს მთელ ბიბლიაშია გავცობილი. ამიტომ ჩვენ წარმოდგენა კი არ შევიქმნათ ღმერთზე როგორც ფანტაზიური, ფილოსოფიური რაღაცა სურვილები. ან რეალურად არის ღმერთი, ან არ არის. აი რწმენა სწორედ არის იმის რწმენა, რომ რეალური ღმერთის რწმენა გაქვთ, ისევე როგორც რეალური პიროვნებასთან გვიწევს საუბარი. როგორც ჩემთვის თქვენ რეალური პიროვნებები ხართ და არანაირად იმის გამო რომ ხლა დუმილია, არანაირად რწმენაში არ მაქვს იმისა, რომ თქვენ არ ახართ აქ და არ მისმენთ. შეიძლება სმენის კონცენტრაცია არ იყოს, თორე ისე მე რწმენაში მაქვს, რომ თქვენ მანდ აქ ხართ. ხვდებით? და ეს მაძლევს იმის საშუალებას, რომ არ შეფერხდეს ჩემის ლოგიკა და ვსაუბრო. ასევე რადიოს ტალღაზე როზის დიქტორი იმას რომ რწმენა არ ქონდეს რომ მოსახლეობა არ უსმენს შეჩერდები ვერ ილაპარაკებ გამორიცხულია მაგალითად 1000 კაციდან ერთიც რო გისმენდეს ხო რწმენაა ზუსტად აი ამ რწმენით იყო რომ რადიო მაუწყებლობა მიდიოდა იგივე არის ხალხო ღმერთთან ურთიერთობაში თუ თქვენ ოდნავ რწმენა შეფერხდება მსგავსად იმისა რომ ხა ჩემი რწმენა შეფერხდებს რომ აქ არავინ არ ისმენს ჩემი საუბრის ისა შეფერხდება ემოცია ისა და ამერევა გზა და კვალი. ახლა კი წმენაში ის რომ აქვს რომ მისმეთ ამ წმენას მსმენელი როცა ჩემ წინ არის მე ჩემი იმიდან გურწეფელად საგანზე საუბრობ თემაზე. ლოცვის დროსაც ესია, როცა ლოცვის დროს მე ვიცი რომ 100%-იანი ღმერთი მისმენს მე აღარ ბლკუნობ. გურწეფელად ისევე ველაპარაკები როგორც თქვენ რომელიღაცა პიროვნებას და თავაზიანობით რომელიღაცა კაბინეტში ელაპარაკებით. იმიტომ რომ ის არსებობს. ეს არის ქრისტიანული რწმენა. ქრისტიანული რწმენა არის ცოცხალი ადამიანის კომუნიკაცია პიროვნება ღმერთთან, უდიადესთან, რო ვერ ჩაატებ თავში, ვერც ნახატებში, ვერც ხატში და აქედან ეს მკრეხელობაა. ეს რწმენაში უნდა იმას აკნა და არა ის ხატი ახლა მე თქვენი არ მაქვს კედელებზე ჩამოკიდებული რომ სურათებს ველაპარაკებოდე. მე არ მაქვს არანაირი თვალსაჩინოები ახლა თქვენი. მე ვზივარ აქ რწმენით და რა გარანტია ვიღაცა მორთროციც არ გაპარულა ყველა არავინ არ ლაპარაკობს და მართლაც თუ მე რწმენა მაქვს იმისა რომ ღმერთი რეალური არ არის მე როგორ ვილაპარაკებ ამიტომ ნახეთ სატანა რასაკეთებს იმის გამო რომ მე არ შემიძლია ვთქვათ ლოგიკური ოპერაციებით რწმენაში შევიდე თვალსაჩინოება სატანამ შემომიტანა თვალსაჩინოების მთელი ერთობლიობა ტაძარი სამღვდელოება და ერთგვარად გალერიას დაემსგავსა შედიხარ ამ რელიგიურ გალერეაში და იტყუებ თავს რომ მორწმუნე ხარ და აი იქ იმ ადგილზე გალერეაში ბუტბუტს დაარქვი ლოცვა და სულ დაგავიწყდა რომ ღმერთი ყველგან არის და არა ერთ კუთხეში არის კედელთან ხატთან უფრო მეტიც ის გულში შემოდის აზრებში აი ეს რწმენა ამ რწმენაზე ლაპარაკობს ახალი თქმა და პავლე და ამიტომ ეუბნება რითი დაიწყეთ რითი ამთავრეთ ესე იგი მას ჯული რა არის ეს ჯული რა ცუდი არა ჯული ღმერთიდან არის და ადარებს დააკვირდი როგორ აგარის სინაის მთა ეს მონობა და ორი მაგალითი რომ მოყავს აგარს უპირისპირებს სარას
და ეს ისტორია ჩაწერილია, ხო, 12:21 შეისაქმეს წიგნი. მე 12 თავიდან აბრაამის ისტორია იწყება და 21 თავში გავდივარ. 22 კი ისააკის ის არის მსხვერპლ შეწირვა და 13 თავი აბრაამის ისტორია არის აქ. ამიტომ პარალელებით მე ადრეც გითხარით, ბიბლიის შესწავლა ძალიან ადვილია და სხვათა შორის ძალიან კარგი დოქტრინა, ახალი აღთქმაში დოქტრინა, ახალი აღთქმისა არის ორ წიგნში. ეს არის პავლეს წერილი, რომელთა მიმართ გალატელები, შეკუმშული ფორმით გალატელები, გავრცობილით რომაელებია, ერთ და იგივე ესა და ასევე ებრაელთა წერილი. აი აქ არის დოქტრინა და აქ გაბუნებული არის ეფესელებში და იმაში, იქაც არის რამოდენიმე თავი და პირადი წერილებიც ვიცით ჩვენ, სადამრიგებლო. მაგრამ ახალი აღთქმის დოქტრინა ხო უნდა ვიცოდეთ. სწავლება ესე იგი, სწავლებანი. აი ახალი აღთქმის სწავლების მაგივრად მართლმადიდებლობაში სულ სხვა სწავლება არის. მართლმადიდებლური წესები და საზეპიროები. და აღარ იცი რომელი დღეები, საზეპიროები, დღეს რისი დღეა, ერთს გამოტოვებ, დაწყევლილი ხარ. აი თუ და გავიწყა ნიკოლოზობაი რო იყო გუში რაღაცა სათელო. მერე უშანგობა მოდის, მერე თეკლეობანა, მერე რაღაცა. აი დამძიმება ხახნო. ქრისტემ გაგვანთავისუფლა. პავლეს სწორედ ამას ეუბნება და რა აქტუალურია ხედავთ. იცოლება ადამიანი. ცოდვად დაცემულია და ქრისტეს უარ მიიღებს. ის არის ისევ ისეთი. და ნახეთ, რაც ხდებოდა 2000 წლის უკან, ზუსტად დღეს ის ხდება, დღეს საქართველოს ეკლესიაში და არა მარტო მანდ. ზუსტად ეგ ხდება პროტესტანტულში. არ არის აქტუალური და შესაბამისად, საითკენ მიდის ყველაფერი ეს. ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ის ესხატოლოგია ჩაწერილი ჯერ კი 2800 წლის უკან. რომელიც პატარა ესხატოლოგია 4 თავიანი ისაიასთან არის და 22 თავი აპოკალიფსი არის 100%-ით შესრულდება. და ფრთხილად ვიყოთ მეგობრებო. ფრთხილად, რომ ღმერთი აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. ცაში ხვალ იქიდან ამოიღებს. მიწაში ჩახვალ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი როიძა, სადაც არ უნდა ყველგან არის. ყველანდა იმას იგიზამს. ასე რომ ის არის აბსოლუტი, სიტყვა აბსოლუტი. ის არავის არ არის დამოკიდებული. ეს არ არის სხვის მიზეზზე დამოკიდებული. თავის თავშია ყველაფერი. ფილოსოფია იკვლევდა სწორედ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და ელემენტარული ფილოსოფიის ისტორიის კურსის გავლის შედეგადაც მიხვდებით, რომ ერთი მიზეზ-შედეგი მიზეზი ბოლოს სადღაც მივდივართ აი ეს უძრავი მამოძრავებელი არისტოტელე. აი ეს იდეების ჯგრო რო აღმოაჩინა და ერთი აბსოლუტური იდეა პლატონმა. სულ ამას იკვლევენ. კანტის ნივთი თავისთავად და რაღაც ნოუმენები და დაყო ნოუმენებად და ფენომენებად სამყარო კანტმა. ადამიანის გონება სულ ასეა და რა უცნაურია ადამიანი. რა არის ეს ასეთი ადამიანი? რა არის ამდენს რომ ელოლიავება ღმერთი, ესეც არის ფსალმუნების ჩაწერილი. ნეტა რა ხარ შენ ასეთი ადამიანი, რომ აი ასე რატო ეფერება ღმერთი? და ვინც ამას ვერ დაინახავს, ის გაგებაში არ არის. ჩვენ დავანაგვიანეთ ღმერთის შექმნილი სამყარო. ისევე როგორც სახლი რომ გაჩუქოთ თქვენ კარგი და რამოდენიმე წელიწადზე დაბრუნდა საღურე დამხვდა მანდა. დავანაგვიანეთ. ფაბრიკა ქარხნებისთვის ჩვენ არ ვიყავით გაჩენილი. ეს აქციეს ახლა კვინტესენციად მოსახლეობამ. შრომისათვის ჩვენ არ ვიყავით გაჩენილი, იმიტომ რომ შრომა დღეს არის წვალება და ედემის ბაღში იყო შემოქმედება. იქ იყო ყველა კრეატიული, ადამიანიც და ევაც. სახალისო იყო. დღეს ვერავინ ვერ იტყვის რომ თუნდაც პრეზიდენტი რომ სახალისო შრომა აქვს მაგას. დატანჯულია ემალება ყველას და ყველაფერს. რა ცხოვრებაა ესეთი ემალები ყველას. აგერ როგორ საქართველოს პრეზიდენტის ჟურნალისტების და დანახვაზე გარბის. ეს ხო დამატებით ტანჯვებს იწვევს შემოკარგება. და არავინ არ იფიქროს ის რომ რა ის პრეზიდენტია სახალისო შრომა აქვს. მაშინ ბიბლია ცდება. არ არის ადამიანებო სამყაროში რამე ადგილი ისეთი რომ ნეტარება იყოს სრული და ადამიანი იყოს თავისუფალი. მე რა გამოისყიდა ღმერთმა ხო უნდა ვიცოდეთ კაცო. და რა ელოდება ამ გამოსყიდულ დედამიწას და საერთოდ დედამიწა დიდხანს იქნება ბიბლიის თანახმად. ერთ შემთხვევაში რა თქმა უნდა წყლით მოხდა, წყლისგან შეგმნილი, სულ წყლით იყო შექმნილი და წყალი და მთელი და წყლით განადგურებული. ბევრმა არც იცის რომ ატმოსფეროს ზემოთ გარსი იყო წყალი. ის გაიხსნა წარღვნის დროს და მიწის იმიდანაც ამოვიდა. წყალი დაბლაც არის, ზემოთაც იყო. აი ჩამოიქცა და მოირღვა ისა და ძალიან დიდი დოზით შემოვიდა ულტრაისფერის სხივები. და შესაბამისად ადამიანის აი ესეთი ეკოსისტემა, სადაც ეს ეკოსისტემა განსაზღვრავდა ადამიანის ჯანმრთელობას, ნეტარებას, უკვდავებას, ხანგრძლივ ცხოვრებას თუნდაც ცოდვა დაცემული პერიოდის შემდგომ. და მართლა 900-იანი, 10 პატრიარქი ვიცი 900-იანთა კლუბში რო შევიდა. 969 ლიდერობს მათუსალა. და მერე მოყვება რამოდენიმე კიდე 9 კაცი 900-იანი, 910, 911, 930, ადამი 930 წელი. მერე და მერე უცებ კალებულობს წარღვნის მერე. წარღვნის მერე სიცოცხლე ხანგრძლივად შემოკლდა ადამიანის და
სადღაც აი 900-დან უცებ ნახტომი გააკეთა 200 წელი. ხო და იცით თქო, პატრიარქების პერიოდი ეს არის 22 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით და პატრიარქების თან ასეთი თანამიმდევრობათ არის მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. როგორ განსხვავდება პირველი მეორე ეკოსისტემის დროს, ხო, დასაწყისში. აბრაამის წელი 175 წელი აბრაამის სიცოცხლე. ისააკის 180, იაკობის 157, იოსების 110, დააკვირდით? 110. და მე მოდივართ ესე. მოსე 120, ისუნავინე 110 და ჩამოდივართ უკვე საული, დავითი, სოლომონი. 60, 70 წელი. 70 წელი დავითი. ნახეთ 70 წელზე დავიდა სიცოცხლე, როცა იყო 930 ადამი. ეს თანდათანობით პროგრესია თუ რეგრესია? სიცოცხლის თვალსაზრისით მატრიცა რეგრესია. დღეს მთელი რიგი იმები, მაგალითად აფრიკის იმები, საშუალო ასაკი არის 40 წელი სიცოცხლის. ეს ულტრაისფერის ხმები ჩვენი იმას პოპს ყველაფერს. დამატებითი პროდუქციები, რომლებიც ქიმიამ ისინი გააკეთა, აღმოჩენები ვითომ ადამიანი მოსპო და გაანადგურა. ესე იგი, ინფანტილური არის ადამიანი. ეს არ არის განვითარება ხახნო. ხო, არც ინტელექტუალურად არ არის ეს მაღალ დონეზე. ეს ინტელექტუალურად ეს ისე ჩამორჩება აბრაამის ეპოქას, ნებისმიერ აბრაამის პერიოდის მწყემს მეჯოგეს, მეტი რომ არ შეიძლება. ისინი უფრო მოაზროვნეები იყვნენ. და უფრო მეტად იქით უკვე რა, ესეთ გაამაყებულები. წარმოიდგინეთ, ცოდვა დაცემის შემდეგ პერიოდში როგორი ინტელექტი იქნებოდა და როგორ გაამაყებული იქნებოდნენ. იმავე წუთში ნახეთ, კაენი არსებს ქალაქს, კაენიანი, მე იქიდან მოდიან თუვალკაენი, იარაღების, ინსტრუმენტები, მუსიკა. წარმოიდგინეთ, რა ცივილიზაციაა. ძალიან ძლიერი ისეთი დონის, რომ წავიდა მშენებლობა, ხო, მიდის მაღალ დონეზე. და ძალიან მაგარი ერთ ენაზე ლაპარაკობს სუყველა გარკვეულ დრომდე და სასწრაფოდ იქნება ძალიან განვითარებული ცივილიზებული ქალაქები. და ამან ისეთ დონეს მიაღწია, სრული უზნეობა წავიდა. როგორც დღეს არის, რაც უფრო ტექნიკურად განვითარდა დღევანდელი ჩვენი პლანეტაც, ხო, ის აიხოცა. ახლა რომ დაიწყო ნოედან მოხოლებული, მანამდე ესეთი კატაკლიზმები არ ყოფილა, ჩვენ ვართ ახლა 21 საუკუნეში. ნოედან თუ ავიღეთ აღრიცხვას. ეს მართლა მიდის თითქოს და ჩვენ ახლა ისეთი ცივილიზებული პლანეტა ვართ. რა მოგვიტანა ამან? სრულიად აღვირახსნილობა, სრულიად გათახსირება, მთლიანად. ამის დასასრული როგორ შეიძლება იყოს კარგი? იგივე მოხდა წარღლამდე. წარღლამდელი პერიოდი, რომელიც ორი თავია აღწერილი, ხო? 2-3 თავი არის. წინ უსწრებს მაგას მე-5 თავი ხო გახსოვთ რა არის? და მე-6 თავიდან რა იწყება? ესე გამრავლდა ძალიან ბევრი და ძალიან მაგარი განვითარება, რომელსაც ჩვენ წარმოდგენა არ აქვს გათხრებით და ისტორიული იმედით ჩვენ ვერ ჩავედით, მაგრამ ვერ ჩავალთ. ისტორიამდელი პერიოდი ჩვენთვის გაუგებარია. რა ხდებოდა? ჩვენ ვჩიჩქნით წარღვნა დაცემის შემდეგ ეკოსისტემას. მაგრამ იქით რა ხდებოდა ის დედამიწა სახე შეცვლელი და არ ვიცით. წყალმა შეცვალა ყველაფერი. და ეს ერთი წელი მიდიოდა ეს ყველაფერი, ხო, თავისი გაწოვებით და იმებით. მთლიანად ლანდშაფტი შეიცვალა, მთელი იმჟამიდელი სიცოცხლე ყველანაირი გამოვლენა წყალქვეშ ჩავიდა. და ამან სხვადასხვა რაღაცებიც ტრანსფორმირებული სახით ნავთობებით მოიყარა ერთ ადგილზე თავი და შემთხვევითი არა, როცა ნავთობი და ეს ყველაფერი არის დააკვირდით სად არის უფრო თავმოყრილი. სხვა ცენტრის იმაში, ახლო აღმოსავლეთი და მაგიმეებში და გაფანტული იქ არის, სადაც ეს მეანიშნებს, ის სხეულები ყველაფერი რომ მოათავსა, ეს რა არის, ზეთია, ხო, ეს გარკვეული გაგებით. ცხოველთა სამყარო, ადამიანების ის არის ეგა, ზეთი, ნავთობი. ხო, მოქცეული იმაში. სხვა კი არაფერი არ არის ესა. და ახლა ამის დაჯერება, ხო იცით, როგორ უჭერს ათეის გაბღენძილს, ვითომ ახლა მიაღწია ყველაფერს. იმ ცივილიზაციამ მაღალ წერტილს რომ მიაღწია, ზნედაცემულობა წავიდა, ისეთ როგორც რომის იმპერიაში, რომის იმპერია დააქცია ზნედაცებულობამ. და აქაც რომ მორალური კანონის დარღვევა იწვევს კატასტროფას, იმიტომ რომ მორალის ფუძემდებელი ღმერთია, ქცევის ნორმებისა. და ადამიანი დამოუკიდებელი არ არის მორალის თვალსაზრისით, იგი მორალით დამოკიდებული არის მორალის ფუძემდებელზე ღმერთზე და იმისი მითითებით უნდა იცხოვროს ადამიანმა. არ უნდა ადამიანს ეგ. არ უნდა თელი რიგი მიზეზების და გამო, ხო იცით? მიაღწია თვითფრნავია ესა, მე ეს კარგია? რატო ღმერთის გარეშე მიაგენი მაგას? და რომ მიაგენი, რატო ღმერთი არ მოუხმე? ამიტომ ეს კარგად იცოდნენ რეფორმატორებმა, რომ ღმერთის გარეშე ცივილიზაცია დაგუყავს ჩვენ. და მართლაც დააკვირდით, რაც უფრო განიდევნა ღმერთი ქვეყნებიდან რა კატასტროფული ქვეყანაა. განდევნილი არ არის ახლა ევროპა, ამერიკიდან ღმერთი.
აბა შეიძლება დააკანონო ღმერთის საწინააღმდეგო მორალური ისენი. ეს ხო გამოგთოფავს ჩვენ ხალხო. აღარც ოჯახი გავს ოჯახს. ახლა შვილი რო აგიჯაყდება, იცი, მე იცი ბიჭი კი არ ვარ, გოგო მინდა ვიყო. ყირაზე დგას ყველაფერი. შესაბამისად განვითარებაა ესა? ხო ჩანს მოჩვენებითად. ვითომ პროგრესია, მაგრამ მორალის და რწმენის თვალსაზრისით საშინელი რეგრესია. ამიტომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიუახლოვდება ადამიანი კატასტროფებს და სწორედ ეს არის ჩაწერილი ბიბლიაში. ამიტომ ვიძახით, ჩვენ გვჭირდება კარგად ამის ცოდნა, გავიაზროთ და ჩვენი რწმენა დავაფუძნოთ განაწარმოდგენებს, ფანტაზიებს. რწმენა რეალურ ღმერთს უნდა დაუქვემდებაროთ და ლოცვა არის კომუნიკაცია. მეტყველება, საუბარი. გამართო და უნდა გესმოდეს ვისთან ლაპარაკობ და აღარ გჭირდება თვალსაჩინოება, შვამავლები ხატის სახით და იმას ელაპარაკო. ესე იგი შენ არ გჯერა რომ ღმერთი გისმენს. აი კარგად დაუკვირდით ამას და მიხვდებით. ამიტომ ის ხალხი რო ლოცულობდა, მაინც იცოდნენ რომ ღმერთი უსმენდა. პავლემ 100%-ით იცოდა, ჯერ ერთი შეხვდა. მოსემ 100%-ით იცოდა. აი ეჭვიც არ ქონდა. პეტრე ისინი როგორ მაგათ დააჯერება, ესენი განსხეულებულ, განხორციელებულ ღმერთთან იჭდნენ ესენი. ამათ ლოცვას ნამდვილად აზრი აქვს. იაკობის წერილში წერია რომ თუ ვინმე არავათ არის ილოცე, ესეც თვიზეა ნათქვამი. ვისაც წამს რომ ცოცხალი ღმერთი უყურებს და უსმენს. ისე რა აზრი აქვს. ამიტომ რწმენით ილოცე. რა რწმენა ეს? რეალური ღმერთი გისმენს და შენთან არის. აი ეს არის მოქმედი, ცოცხალი რწმენა. ლოცვაც მაშინ აქ აზრი. ასე რომ ლოცვის კულტივირება იმიტომ არის აუცილებელი. აი როგორც მაგალითად თუ თქვენ 1 წელიწადი, 2 წელიწადი არ ილაპარაკებთ და მერე უცებ დაიწყებთ, თქვენ ლაპარაკს ვერ დაიწყებთ. დაგავიწყდებათ. ამიტომ არის მუდმივი კონტაქტისათვის ლოცვა. გულში, ფიქრებში, თუ და ხმამაღლა. და გიხარია კონტაქტი. ისევე როგორც კარგ ადამიანთან კონტაქტი ხო გიხარია ჩვენ, მუდამ. სარო ჩავატარო მაგალითად თქვენ თუ მე შემეჩვიეთ ან მე თქვენ და გავწყვეტე კავშირი, მეც მომენატრებით და თქვენც მოგენატრებით. ამაზე ორი აზრი არ არის. რაღაც გარკვეული პერიოდი მონატრება იქნება და მე ყველაფერი დავიწყებას მეცემა 10-20 წელი შეიძლება მე ავიდა რა. მაგრამ აი ამ გრძნობას მომენტალურად დაიჭერთ რომ მომენატრე ვიღაცა მაკალია. და გჭირდება ეს კომუნიკაცია ასევე მონად ღმერთი კაცო. მუდმივი კონტაქტი, იმიტომ გვიდა საყვარელ ადამიანთან, რომ თუ დავშორდი ერთი იმით, იცი კავშირი წყდება. როგორც ცხოვრებაში და ცხვესია, ვინც გვიყვარს, ჩვენ სულ გვინდა კავშირი მასთან. თუნდაც დუმილი კავშირი, არაფერს არ ლაპარაკობდე. აი ვარ, ჩართულია, იცი რომ ის იქ არის. რაღაცა გიხარია. გასაგებია რატო? კომუნიკაცია ესა. საყვარელი ადამიანთან კომუნიკაცია გჭირდება და სწორედ ლოცვა, კომუნიკაცია, სხვა ტერმინი შემოვიტან ლოცვა თუ ძალიან სექტანტური არ მოგეჩვენოთ. კომუნიკაცია, ურთიერთობა და კავშირი. ლოცვა არის ესეთი. და ამით ამტკიცებ რომ შენ ღმერთი გიყვარს. ვინც გიყვარს, იმასთან მუდამ ახარ. ეხლა გადახედეთ თქვენ ცხოვრებაში. გააქვთ ესეთი რაღაცეები? თუ არ არის, უნდა გაიზარდოს ეს ურთიერთობა. ისევე როგორც მოთხოვნილებაში, თავიდან პირველად შემოხვედით ჩემთან, თავიდან ცოტა ყო რაღაცა სიმორცხვე რაღაცა, მაგრამ ნელ-ნელა მე შევეჩვიე უკვე კომუნიკაციას, ურთიერთობას და ვერ ვძლებ უშენოთ. აი, მორწმუნეც. მაშინ ამტკიცებს რწმენას, რომ ცოცხალ ღმერთთან რო ხარ, ლოცვის გარეშე ვერ გაძლებ. ფიქრის გარეშე ვერ გაძლებ. დაწვევი ლოცულობ. აი როგორ წერია იქ, ადგები ლოცვა. მე კომუნიკაცია, ნუ გონიათ ლოცვა რიტუალი. მუხლებზე დაეგდოთ, გადაიწერე პერჯვარი, რო იციან უკანიდან, ეს არის რიტუალი. აი სწორედ ამ რიტუალებს დაესხა თავზე პავლე და წარმოაჩინა უპირატესობა ევანგელიისა და თქვენ კარგო ხალხო, მე ეს მოგეცით, დაგშორდით და ისევ დაბურ ვინაგირიათ ტვინიო. არ არის სხვა სახარება, არის სხვა ადამიანები, რომლებიც ტვინს ურევენო. სახარება ერთია. აი ამას მიმართავს ხო? უგონორო გალატელებო. იქ წერია ორიგინალში უჭკუო. გონებაზე გადასულო. პრინციპში ქართულში ეგ არის უგონურო. უგონორო საფუძველში გონების გარეშე ბეზომა. უჭკუა არეულებო. ჭკუა გადავიდა სხვაგან. კი არა და მეც ლოგიკა დაგოთ ის რაც თავდაპირველი არ იყო ანათემა. ანათემა ესე შეჩვენება, დაწყევლა, გაგდება, მოკვეთა. მოკვეთილი ქანას ასეთი ადამიანი. სხვა სახარების არაფრით არის, სახარება ერთია. ამიტომ აი ეს მიიღეთ სული და ამ მადლი და ისევ უბრუნდებით ჯულის კანონსო. ჯულის კანონის სისტემა ყველა ეკლესიების ტაძრებისა ერთობლივად შემუშავებული რიტუალები. ეს ეხება პროტესტანტებსაც. როგორ არის ახუნწლული გაგუნდები, სიმღერები, რაღაც პიჯურები. თეთა ბიჭო, აი რა აქტუალურია დააკვირდით. ქრისტიანობა მართლაც თავისუფლება. გაგვართავისუფლა რა ქრისტემ.
და რისგან კაცო? ესე იგი იმ სისტემა, რომელსაც ძველი აღთქმა ქვია და ძველი კოდექსები, იუდაველები ამას მისდევდნენ და იძახდნენ, რომ ქრისტიანობა ჯერ არა, ჯერ მივიღოთ იუდაველი კანონიც და ესეც. მოკლედ, ესეც და ამის გარეშე ვერ გადავრჩებით. მარტო ქრისტე არა. აი პავლე ამას უტევს. როგორ დამატება ჭირდება ამას? ეს უკვე აღსრულებულია. იესომ შეასრულა, იმიტომ რომ თქვენ ვერ შეასრულებდით, იმიტომ რომ დაკიდებული ძელზე, ყველა დაწყევლილია, ყველა ძელზეა გაკიდებული. მოაქვს უამრავი მაგალითები ძველი აღთქმიდან, ჯულის კანონიდან, მეორე ჯულის კანონიდან. ჯული მოცემულია როდის მოიცა? აბრაამს პირველად ჯული მისცა არა 430 წლის მერე. მოსეს. ამიტომ ეს მოსედან ეს ისეთივე პედაგოგი იყო, როგორც რომის პატრიცის სკოლაში მონა პედაგოგი იყო ბავშვისა სკოლამდე, სახლიდან სკოლაში. ასევე ჯულის კანონი ჩვენი ხელმძღვანელია ქრისტემდე. ქრისტესთან მიგვიყვანა ამან. და ეს ადასტურებს ჩვენ ცოდვილობას, ჩვენ მონობას. ქრისტემ კი გაგვან თავისუფლად მიგვიყო. ეს მაგალითი მოყავს რომის ოჯახიდან. შევეცადე ძალიან შეკუმშული ფორმით და უბრალოდ გადამომეცა ის ჭეშმარიტებები, რომელიც ბიბლიაში და ჩემზე კარგათაც იცით თუ დაუკვირდებით. და უფრო კარგათაც გაიგებთ. ამიტომ აქ ახლა უბრალოდ გაგახსენეთ ის, რაც ან დაგავიწყდათ, ან იცით, ან გავაღრმავე ის, რაც თქვენ უფრო მეტად შეგიწყობთ ხელს, თქვენ ქრისტიანობა არ იყოს მოჩვენებითი, არ იყოს ნომინალური და იყოს გულით. და იგრძნოთ ეს სიმშვიდე, და ეს სიმშვიდე რო შემოვა დაწყნარდებით და აღმოაჩენთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ საღორეში. რა სიზამთ? სამაგერად გიხარია, რომ შენი შვილად ხარ მიღებული ღმერთთან და აბა, მამა, მამიკო, აი ბრალდეს მამილო, უკვე აღარ გეშინია მას უწოდო ბატონო. იმიტომ რომ მონახარ შენ. და როცა სრულწლოვანი იყო, შვილი რომ უკვე მამილოს უწოდებს. მანამდე კი ბატონი. იმიტომ რომ მონახარ შენ. და მოსამსახურე გატარე ის გივლეს. მამას შენთან არ უნდა საქმე, სანამ სრულწლოვანი არ ახარ და მამა რო გცნობს ამას, საზეიმო ცერემონია იმართება, ტოგას მოაცმევს და შვილად მემკვიდრედ ცნობს. ეს მაგალითი გამოიყენა აბრაამიდან. და აბრაამი მოგეხსენებათ, რომ გამოვიდა ურიდან, არ ჯულის კანონია არაფერი. ერწმუნა აბრალი და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ, გაამართლა. რატომ? იმიტომ რომ ირწმუნა. ამიტომ რწმენით გადარჩა აბრაამი და რწმენა დადასტურდა საქმეებით, როდის 22 თავში როცა ისააკი მომიყვანე, აბა თუ გაიმეტებ ამას. და რწმენით აბრაამს მიყავს ისააკი, რო იცის რომ ღმერთს აღადგენს ამას, ამ რწმენით, აღდგომის რწმენით შემართა ხელი და ღმერთმა გააჩერა. ამიტომ არის ისააკი ძველი აღთქმის სახე ქრისტიანობისა, იესო ქრისტეს სახეა და უამრავი სახეები არის ქრისტესი ძველ აღთქმაში და ესეც წიგნებიც არის გამოცემული. მადლობა იმ ხალხს ღმერთის მეშვეობით, რომ ეს ადამიანები ჩვენ დაგვახმარა და ციდან მე არაფერი არ მაქვს ჩამოვარდნილი. სიყვარულის გამო არის შემეცნება რო იზრდება და ახლა თუ ეს სიყვარული წამართვით ჩემ ცხოვრებას ფასი ეკარგება. მე ვერ გამახარებს ვერაფერი. შეიძლება ღმერთთან მახარებს ყველაფერი მზეც, ყველაფერიც ადამიანებიც და ის ხალხიც რომელიც ჩემს გვერდით არის და უკვე გამართლებულია სიხარული, იმიტომ რომ სიხარულის წყარო ღმერთია და თუ ის მომაშორეთ, ეს წყარო სიხარულისა შეიძლება გესლათ მეკცეს და მწუხარებად. ამიტომ ღმერთის გარეშე არავის არაფერი არ შეუძლია, ეგ ნამდვილია. და ვინც იძახის იმის გარეშე რამე საკეთებს, ვაი მას. და დაველოთ, აბა რა შეუძლია. გაირიხინებს 60-70 წელი. პირველი 20 წელი კიდე არა უშავს ჯახრებს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან გაახალგაზრდა და ავანტყოფობა. ხო, იბადებიან ადამიანები ახალგაზრდები და ავადებულები, ძალიან ბევრი. თითქმის სათვალე უკეთია ყველა ახალდაბადებულს თითქმის. თუ არა და წამოეწება. ისეთი ცხოვრების სტილი და რეჟიმია. თვალი იღლება. ისეთ ეკოსისტემას შექმნა ადამიანმა, ამ ანთროპოსმა. გადაირავით, ანთროპოსი ახასიათებს მთელ ადამიანურ მოდგამას და არა ერთ ეთნოს. ანთროპოს ბერძნული ბიბლიაში არის ნახმარი, პავლეც ხმარობს ამას. ადამიანი, განსხვავებით რასისა, სქესისა, ჩვენ ხო ადამიანები ვართ. ამიტომ რა სისტემა შექმნა და ეს არის პროგრესი ხალხო. ეს რა პროგრესია? ამაზე უკეთესი ცივილიზაცია იყო, რომელიც გარეცხა ღმერთთან და აი ამ ცივილიზაციას ამ პროგრესს დასასრული აქვს საშინელი. და იმ რაღაცა ნარჩენებს რო გადაარჩენს გარკვეულ თავის ხალხს, რომლებიც იწამებენ იესო ქრისტეს და აიღრიალებენ. აი მე აღდგება მთელი რიგი რაღაცეები და აი ესეთ რამეს იძახიან საქართველოში საქართველოს გაბწყინდება. კაცო, ეს ბიბლიური ტერმინი არის. გაბწყინდება საქართველოს კი არა, კაცობრიობა გაბწყინდება 1000 წლის ღმერთი რო შემოიტანს აქ თავის მართლობას და საინტერესოა ქართველი თუ იქნება და საქართველო. თუ არ დავხვდით აქ რა გაბწყინდება არ გადამრიო და მაშინ გაბწყინდება საქართველოს და ქართველი თუ იესო ქრისტეს გამაბრწყინებელს იწამებ. მაშინ მჯერა რო გაბწყინდება. 100%-იანი მჯერა.
ესენი გაბწყინებას მატერიალურში აგდებენ. პოლიტიკური ტერმინატაქციას გაბწყინებას აკეთებენ, მოვა მთავრობა და აგვარ. ეგ ტყუილია. ეგ პოლიტიკური თვალსაზრისით ვერც ამერიკა გაბწყინდება, ვერც ამერიკა დღითი დღე წლობით გრთულდება ცხოვრება. ჯოჯოხეთურად ხდება. აი ადამიანები 365 დღიდან ორი კვირა ისვენებენ დარჩენის უმუშაობენ და მუშაობა რა არის? სახლი შეინახო და ტანსაცმელი ჭამო და ცოტა დრო დაგჩეს საგულაოდ. და ცდილობენ ადამიანები რაც შეიძლება სამუშაოს ის ფორმა მოძებnen რომ ფული უცებ უშოვონ და ნაკლები იმუშაონ. და ამ გზას დაადგა მეძავები, ამ გზას დაადგა ქურდები, ყაჩაღები, ნარკომანები. ამ სწრაფად მდიდდება სწორედ აი ეს ვაჭრები, იარაღის, ნარკოტიკების და იგივე წამლების. და ადამიანი კიდე ჭანჭიქს მიბმული გაუბედურებული $14 საათში. 8 ევრო საათში. სააწყლად. და უხარია თან უბედურს, გახარებულია, გაუბედურებული. ან მორალის წვრილად გამოდგება ის რომ კაცი და კაცი ულაშებიან ერთმანეთს რო ყოცნიან. რა ვიცი ხალხო, აი მე ესეთი ცივილიზაციაში ცხოვრებას არ ვისურვებ. მე არ მინდა ესეთი ცივილიზაცია, არა. მაგრამ როცა ბიბლიდან ხედავთ რომ თუ რომ ეს რატო ხდება და ლაგდება ყველაფერი. ასე რომ უნდა ჩავწვდეთ ამ იმებს და ილუზია, რომანტიზმი მომავალის გაბწყინებისა მატერიალურ თვალსაზრისით არის აბსურდი. რაც დრო გავა პოლიტიკურად, მატერიალურად არც ერთი ქვეყანა არ გაბწყინდება. უფრო და უფრო გართულდება. მაგრამ გაბწყინება ელოდება 1000 წლიან იმაში, იმ ერებს, ვინც ქრისტეს მიიღებს და იმასთან ერთად იმეფებს იმ დედამიწაზე, რომელზეც ახლა ჩვენ ცხოვრობთ. და ცენტრი იქნება არა მოსკოვი, არა ვაშინგტონი, არამედ იქნება იერუსალიმი და იქ იჯდება არა რომელიმე არჩევნებით, დემოკრატიული არჩევნებით პიროვნება, იესო ქრისტე იმეფებს 1000 წლით. ეს აღთქმა მისცა და ეს უნდა შესრულდეს. და შემდეგ მარადისობა, ეს გადავა მარადისობაში. აქ და მერე იქ. და თუ აქ არ მოხდა ის იქ რა გადავა, აი აქ შექმნილი გადავა იქ მარადისობაში და გააგრძელებს ამ 60-ეს მარადისობაში. ეს არის ჩაწერილი. აი მე ვარ ჰანი და ჰოეო. იწყება ბიბლია ღმერთით, მთავრდება ღმერთით. და თუ წენა ამაზე არ დავაფუძნოთ. ჩვენი წენას აზრი არ აქვს. ქვის თაყვანისცემა, იქ რაღაცა რელიგიები, ფანტაზიები, სექტები, ორგანიზაციის წევრობა. ხალხო, ორგანიზაციის რო გაწევრდიან, ამიტომ ხარ მორწმუნე. პირადად შეხვდი იესო ქრისტეს. ამიტომ ორგანიზაციაში თქვენ პირადად ქრისტეს ვერც გაიცნობთ. გამორიცხეთ. უნდა მოხდეს თქვენი ინტელექტუალური ძალებით შეხვედრა საღვთო წერილზე დაყრდნობით. თუ მანდიდან ვერ შეგხვდა, გამორიცხულია იაროთ ეკლესიაში და ავტომატურად ღმერთმა სამოთხეში მიიღოთ. რამდენი დადის ალბათ ორგანიზაცია ეკლესიაში, რომ საერთოდ არ იცის, არ შეხვედრია ღმერთს. და შეხვედრა ხდება საღვთო წერილიდან. ესე იგი საღვთო წერილით, როცა ვსწავლობ, თუ შენ არ შეხვდი მას, ბევრი სწავლობს და არ შეხვდა. სტალინი, ლენინი ამას სწავლობდა, დაამთავრეს სემინარიები. ეს ხალხი სემინარია დამთავრებულები იყვნენ. სასულიერო სემინარია დაამთავრეს, იცით ეგ და არა მარტო მაგეებმა. მაგრამ არ შეხვედრია ქრისტემას, პირიქით აკრიტიკებდნენ. ასევე დღესაც შეიძლება ბევრი ორგანიზაცია ეკლესიებს რო უწოდებენ გაერთიანებული დადიოდეს და ღმერთი არ შეხვედრია. ვარ შეხვდება, იქ არ არის. არის საღვთო წერილის მეშვეობით შეხვედრა. ამიტომ საჭიროა წაიკითხო და დააფიქრდე და შეხვდე მას. ეს თქვა მან. ამის შედეგად ხარ ახალი ადამიანი იბადები. ორგანიზაციაში ახალი ადამიანი ვერ გახდები. რა ჯობია ახლა თუ ისეთი გაერთიანება იქნება, რა ესეთი ადამიანების, მე ესეთი ადამიანების თავყრილობა მიმაჩნია ეკლესიად. და თუ ესეთი ადამიანები არიან, იქ რა თქმა უნდა ვიაროთ ხალხო. იქ გეუბნა ვაკრიტიკოთ ვიღაცა. მე კი ძალიან ძლიერი ეჭვი მაქვს, რომ ოფიციალურ ტაძრებში, ოფიციალურ ეკლესიებში ღმერთი აღარ არის. ცალკე უნდა ვეძებოთ. ამიტომ იმით გაწევრიანებით მე ღმერთთან ვერ მივალ. მე შვილად უნდა მემიღოს იესო ქრისტემ და ეს ინფორმაცია მე ბიბლიდან მივიღე. და მე არ მწვენია და არც მეშინია ვთქვა რომ მე ქრისტეს ოჯახში შვილად მემიღო მამამ და იქ ჩემი მამა არის. ეს არ არის ლექსები და პოეზია. ხა თემა კი არ მომიზადები მე თქვენთან სასაუბროთ ხუთიანი დამიწეროთ. ეს არის ჩემი განცდები. არ მომიზადები ეს თემა. გოგო არ ჩამჯდავრა რომ ზოგ-ზოგ ერთი პასტორებივით 8 საათი თემას ამზადებს. ცოტა ჩემში ღივილს იწვევს. ხა ბლუკონს ისე მირჩევნია მოამზადო. რა მომზადება გინდაში დალოცილებ დღედაღამე არ ფიქრობ ამაზე. ამით შე რომ მოყევი ესა აი ეს ხალხი როზისიკა. ვინმე შეხვდა ამას ღმერთს, ყველაფერი გავაკეთო თუ ეს აი პავლე არის ჩემთვის ყველაზე მაგარი პასტორი ახლა ვინც ყოფილა ისტორიაში ეს არის პავლე. ყველაფერს აკეთებს რა რომ ქრისტეს შეახვედროს ადამიანებს რა.
იმიტომ რა შეხვდა. ნახეთ რა როგორ არის გამოყენებული სული წინა. ესე ყველაფერს აკეთებს. ხო შეეძლო რომ გალატელებო წადით ერთი მე ხო გითხარით რა ისე რიგიტეხიათ. არის სვენებს რა. იმიტომ რომ ეს უთხრა ღმერთმა თქვა ნახე ახლა შენ მე როგორ უნდა ჩადგები ჩემს სამსახურშიო. ამან ეს იცის. იმიტომ ეს კაცი შეხვდა. პირდაპირ იძახის მე არავისგან არ მისწავლი ეს. არა კაცთაგან, არა კაცის მეშვეობით, არამედ ქრისტეს მეშვეობით, რომელიც მამა ღმერთის საშუალებით აღდგარი ქრისტე შეხვდა მას. ასე იწყება მისი წერილი გალატელების მიმართ წარდგენით. ესე იგი ნახეთ კაცისგან არა, შეხვდა იესო ქრისტე და ეს ჩაწერილი არის საქმე მოციქულთა მე-9 თავის პირველი 9 მუხლი თუ გახსოვთ და 3 წელი განმარტოვდა. არაბიაში არსად არავისთან არ მივიდა, არ ეთათბირა არავის არ უთხრა. არ წასულა მოვეწუში და პეტრეს არ უთხრა, პეტრე, მარტო შენ კი არ შეხვდა. მეც შეხვდა განა. არავის არ შეხვედრია. მე მაგის მე ჩადის იერუსალიმში. მე ორი კვირით ხედავს შეხვდა პეტრეს და უკვე მე ცნეს, აი რომ წარდგა, გამოცხადდა იქ დაბარებაზე, მოусმინეს სვეტებმა, რომლებიც ცოცხალ ქრისტესთან ურთიერთობა ჰქონდათ. და ეს სვეტები იყვნენ სწორედ პეტრე, უფლის ძმა იაკობი, იოანე, რომელიც ღვთისმეტყველია ძალიან ძლიერი და ავტორია 5 იმისა ახალ აღთქმაში, მათ მოусმინეს. ტიტეც მიიყვანა. ტიტეც წარადგინა გალატელებში გვეუბნება, ტიტე ბერძენია და არ უთქვიათ წინ დაიცვითოსო. ეს ხო წარმართი იყო. და ასე სცნეს ესა და უთხრეს, არ არის წინააღმდეგობა იმაში რაც ღმერთმა გითხრა და უთხრეს წარმართებში გააგზავნეს. აი ამის წარდგა ეს. და გალატია ხო, ეს როგორი პროვინცია არის ეს ჟამიდელ რომის იმპერიაში, რომ დაიყო მე 199 წელს რომი გაბატონდა მანდა და მოაქცია იმეში ეს გალატელებიც და სულ ყველა და მთლიან პროვინციას ქვია გალატია და არაერთ როგორც ეთნოსური გაგება არ აქვს მაგას, უფრო გეოგრაფიული ტერმინი არის გალატია. როგორც მაგალითად რომელიღაცა კუთხე ავიღოთ რომელიღაცა შტატი რა, რომელიღაცა ქვეყანისა. და იყო დაყოფილი დიდი, საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო ეს დღევანდელი ცენტრალური თურქეთი რო იყო, ცენტრში, რუკაზე ცენტრი, აი ამ თიანის რეგიონი დაბალი ეს იყო გალების აღებული, ძალიან მებრძოლი ხალხი იყო ეგა და რაღაც ფიცხელი ხალხი, უტვინოები, დებილები შემოვიდნენ იქიდან, გადმოვიდნენ ომები წარმატებული, დამკვიდრდნენ მან და ვიდრე რომამდე ეგენი ბატონობდნენ. მოვიდა რომი და ყველა დაიქვემდება რა იცით. და მაინც უწოდა მაგიმას პროვინცია დაიყო გალატია და ქალაქები მოათავსა, იმ ქალაქებში დადიოდა პავლეც და არსებდა ცოცხალი ღმერთის ეკლესიას. ცოცხალ ადამიანს, დაბადებული ადამიანების ერთობლიობა არის ეკლესია. დაბადებული ადამიანი უძახის ღმერთს სასაუბროდ. აი ეს არის ეკლესია და არა ტაძარი ივანიშვილის მიერ აშენებული და შიოლაშვილის მიერ ნაკურთხი. მასე ტაძრებში ადამიანები რა დებილი შედის, ის დებილი გამოდის ჩემზე კარგად იცით. ამიტომ კიდევ და კიდევ ერთხელ კიდე თუ გვინდა ჩვენ რომ მართლა ვიყოთ ქრისტიანად წოდებული. ესე იგი ქრისტე და იანი, ქრისტიანი. ქრისტოს ვიცით მირონცხებული. ეს ტიტულია. იესო ვიცით სიტყვა იეშუა, გოშუა, მხსნელი. ესე იგი არსება ვინ არის თუ არა ღმერთი. თუ ვინდა უწოდოთ ჩვენ თავს ქრისტიანი, იანი, მიმდევარი. აი მიდის და მიყვები. მაშინ უნდა ვიცნობდეთ ამას რა უნდა ჩვენგან. და ეს უნდა ვიცოდეთ 66 წიგში. მუდმივი ძალის ხმევა უნდა იყოს ამ წიგრისკენ ისე უნდა ვიწევდეთ როგორც მოშებული კაცი საჭმელს მაცევარს მიახტება. მწყურვალი კაცი წყალს და ჭას ეძებს. ასევე ადასტურებს პიროვნება თავის ქრისტიანულ სიყვარულს, როცა მოთხოვნილებაში აქვს წმინდა წერილთან ურთიერთობა. თუ 1-2 თვე დაგაგვიანდა გრძნობ რომ ახ სად არის რაღაც შიმშილობას განიცდი და რაღაცა გინდა რაღაცა ვიღაცაგან მოისმინო ეს, რომ მასთან ზიარებაა საჭირო. ზიარება სწორედ ამას ნიშნავს და არა რიტუალს. ზიარება ანტიკურ სამყაროში მაგალითად ესეთი ილუსტრაციაც მოაქვს პავლეს გალატელთა წერილში რომ მან ამხილა პეტრე რაში ამხილა ესეთი მიღება იყო პირველ საუკუნეში ესე იყო სიყვარულის ტრაპეზი მათ სიყვარული ქართულში რო ხმარობთ ჩვენ ბერძნულად აგაპე აღაპო ლათინურად აღაპოსი აი ეს იმართება ეს არის ღვთაებრივი სიყვარულის განსაზღვრული სიტყვა აღაპე რომელიც ქართულად არის თარგმნილი უნდა განმარტოთ ეს არის სიყვარული ადამიანები გაერთიანებული არიან ღმერთის სიყვარულში იკრიბებოდნენ თავთავიანთ ოჯახი ერთ ადგილზე და მართავდნენ ტრაპეზს და ასრულებდნენ დანაბარებს იესო ქრისტეს როცა შეიკრიბებოდნენ. თუმცა მითითებული იყო სახში ჭამე რა საჭმელად ხო არ აქ ზიარებისთვის მოდიხარ და ამიტომ ნახეთ რა ხდებოდა იმ გაერთიანებაში წარმართები და ერთად რო იყვნენ იუდაველები და წარმართები. აი ამ სიყვარულის შეხვედრას ზიარებას ახლდა პურისჭამა. პურისჭამის დროს ცალკე ჰქონდა წარმართებს მაგიდა, პროზელიტებს და ცალკე იუდაველებს. პეტრე იჯდა წარმართებთან და მიირთმევდა საჭმელს. წარმართები პავლე მიქადაგა რომ საჭმელს აზრი არ აქვს და ქრისტიანი ხარ, მადლი, ყველა საჭმელი უკვე მისაღები არის.
გარდა სამედიცინო მოსაზრებისა. სამედიცინო მოსაზრებით თუ ორგანიზმს არ შეუძლია, არ შეჭამო საჭმელი, მაგრამ რელიგიური დოქტრინალური წაერთვა. ასე რომ ღორის ხორცის ჭამა რაღაცა შენი ჯანმრთელობის თუ მისაღებია მიირთვი. მაგრამ ამით შენ არ წაწყდები. პირდაპირ გაგებით იესომ უთხრა პეტრეს, როდესაც ხილვის დროს ჩამოვიდა 1000-ნაირი ფუთფუთელები და უთხრა დაკალი შეჭამე და არასოდეს მეს არ პეტრე მართლაც იცავდა ჯულის კანონი და აი კოშერს ჭამდა. კოშერი ბებრალოდ სუფთა წმინდა. ამ კონტექსტში ეს საჭმელი რომელიც სუფთა არის და წმინდა ღმერთთან გაწესებული. ხო და აი ეს პეტრე ნახეთ რასაკეთებს პეტრე დაჯდა, ეს ევანგელია ნაკადაგები როა წარმართებიც არიან და მადლით გადარჩენილები და უკვე განთავისუფლებულები. მაინც პეტრეს მერყეობა შეიძლება, როგორც კი იერუსალიმიდან ანტიოქიაში მოდიან ძმები, აი უხუცესები. პეტრემ დაინახა თუ არა გადავიდა იქით. და პავლემ იმავე წუთში ამხულა, შენ კაცო იუდეველი, ესე იგი წარმართებს, თუ შენ არიცავ, იმას აიძულებ გაიუდეველდანო და ეუნება ჩვენ ბუნებით იუდეველები და არა ცოდველი წარმართთაგან. ეს ციტირება გალატელების წელიდან. ასე რომ ნახეთ აქაც, ნახეთ პეტრესაც რა ემართება. რომ ისეც უნდა გამიგე აქით-იქით გადარბის და ისე ითვალთვალოს ბარნაბაც კინაღან ჩაითრიესო. და ამხილა პეტრეს არ უთქვია რომ მიხვდა. სისუსტეებია ხო ესა. აი ნახეთ რა ძლიერი არის ეს განვასხვაოთ მადლის და ჯულის კანონი. აი რასაც უდაობა დღეს ებრაელი საზოგადო ებრაელები, ბიჭო ამ სახარებას რო არ იცნობენ რა. აი პირდაპირ გელაპარაკების შევედი განსაში, აი მართლაც აი ხო არ არის ჩემი გენეტიკური სენი. აი გული დაგეწვება, ბიჭო, აი რა კარგ რაღაცას ეუბნები ვარს რა. აი ებრაელის ტვინში ჩამახედა რა. მართალი რა თქმა უნდა ქრისტიანები ბევრი ებრაელებიც არიან და შეიკრიბებიან. დიდი უმრავლესობა იუდაიზმში ის რა. დღევანდელი ისრაელი ნახეთ რა დღეშია. აი ეს სამარცხვინო არ არის დღეს რაც ისრაელს ემართება. ამერიკის იმედზე როა ჩამოკიდებული და თან აგინებენ კიდე თან. ხო, ამერიკის იმედზია, ხო? თან გადაჯეგავდნენ. ვინ გაუკეთეს თუ არა გვერდზე ვინ დაუყენა თუ არა ღმერთმა. და ელოდება. არაფერი არ შეისმინეს. ამიტომ დიადიურის ხან ამას ხო არ აცდება გამორიცხულია. რა ამბავი ატყდება, ხო? და შეამცირებს ამ იმას დღეს, ხო? ღმერთი. თორე სულ ყველა გაწყდებოდაო. და მანდამეც უნდა დაიბღავლო, შედალოცვილო. ბევრი რო დაიბღალებს და იცნობენ იესოს, რომ მიალურსმნეს, მაგრამ რის ხარჯზე? ამიტომ დღევანდელი ისრაელის რო გადახედათ, არ შეიძლება ქრისტიანს გული არ დაეწვას. მხოლოდ ქრისტიანი არის გატეხილში იმაზე, რაც დღეს ისრაელში ხდება. აი ეს რა არის, ნუ? ეს რა არის? ჩვენ წარმართები ხარობ და გვიხარია აი მაგ ადგილისა და იმისა, რომ წარმოვიდგენ. და ებრაელი კიდე როგორ არის, იცი? კულულები ვერ გაიგებ რა არ ძველი აღთქმის დამცველია. აბსოლუტურად და ეს რაღაცა ახალი პოსტმოდერნისტული რწმენა შემოიტანეს და რაღაცა მოსია ამათი ღმერთი. ესე იგი მოსე შეიძლება კაცო ჯერ ახალი აღთქმა ვაფშე გადააგდეს. ძველი აღთქმა საერთოდ არ ასრულებენ. არანაირად თანამედროვე ძველი აღთქმის შემსრულებელი არ არის. როგორ შეიძლება 21 საუკუნის ებრაელმა შეასრულოს ის, რასაც ვერ ასრულებდნენ მე-10 საუკუნეში, მე-8 საუკუნეში ისრაელი და იუდა აიქ. ეხლა როგორ შეიძლება შეასრულონ? ამდენად ვერ გაიგებთ ეს რა რელიგია არის, აი რა შემარცხვენელი არის და რა ხელა წყალობა ღმერთის რა ელოდება, იმიტომ რომ წარმართებიდან ბოლო წარმართი რო შევა დაუბრუნდება ისრაელს. გახსოვთ ალბათ ხო რომელთა თავი მე-11 მე-10 მე-9 და რო იწყო მე-11 თავი ეს უკვე ისრაელის იმაზე ევანგელია ისრაელებს. აი ძვირფასი წერილებია რა. არაერთხელ ჩემთვის მუდმივად აი მედიტაციის საშუალება რომაელები, გალატელები, ებრაელები. აი უძვირფასესი წი ყველაფერს ვერ გამოვყო. პირველება თუ იქნება აი რომელი აი ეს მინდა რა. სულ ყველას არა არჩიე რომელი რომ ითხრან. თქვა ბიბლიოთეკაში, ციხეში ხარ აღარ აი ეს სამი წიგნი შევამეტანეთ. დოქტრინაა მაღალ დონეზე. ევანგელიის მადლით წმენით გადარჩენა. არავით არის საქმე, წმენით ხარ გადარჩენილი. და რა კარგი რაღაცაა ის, იმიტომ რომ ჯულის კანონით ვერავინ ვერ გადარჩება. იმიტომ რომ ჯული შემოვიდა, იმიტომ რომ მე ვიგინდარა ვარ. ჯულმა მითხრა რომ მე ცოდვილი ვარ. ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო. ვაიმე მე ცოდვილი. რა ვქნა? ველოდები, ის ჯულით ველოდები მივდივარ ქრისტესკენ და ქრისტემ აიღო ეს ჯული. ეს და ამ მონობისგან გამანთავისუფლა და ქრისტეში დავიბადე ახალი და ამას გავცვლი კიდე და ვაი რომ საქართველოში და მთელ რეგიონში გაცვლილი არის და იუდაეში. სულ რიტუალებში არიან. მართლმადიდებლობამ შეურია ქრისტიანული სახელი, სიმბოლოები და თლიანად ზის რაღაც სისტემა, რაღაცა კრეტინიზმში. და საერთოდ გაშვებული აქვს ეს ევანგელია, მადლით გადარჩენა, ახალი ადამიანი, დაბადება და ახალი საზოგადოება, ახალი ადამიანები ქმნიან ახალ საზოგადოებას. ღმერთის შვილები არიან და ღმერთს რო უჯერებ, როგორ ქვეყანას ააშენებ. რა თქმა უნდა კარგს, მაგრამ არ გამოდის. ამიტომ აჩვენებს ღმერთი ერთ ჩვენი ერთ დღეს რომ აგერ ბატონო, ეს 1000 წლიანი
მართვა დედამიწაზე ღმერთს ეს 100%-იანი იქნება, რომელიც ნაწინასწარმეტყველება ჯერ კიდე 2800 წელს უკან და მანამდე კიდე აბრაამს რომ უთხრა. მოვა ეგა. ისრაელს რაც დაპირდა შეუსრულებს, იმიტომ რომ ღმერთი თავის დანაპირებს არასოდეს იგნორაციას არ უკეთებს, აღასრულებს. ახლა კი წარმართების ხანა და არის უკვე 2000 წელზე მეტია და წარმართებში გავიდა ეს. რამე თუ თავისიანებმა დაიწუნეს და დღესაც არ იღებენ. თუმცა აქ-აქ არიან ებრაელები ძალიან მაგარი ქრისტიანები და ძალიან კაი ადამიანები არიან. გაქრისტიანებული ებრაელი უფრო მაგარი პიროვნება რო იცოდეთ. ხო, თავისი ყვა ნიჭით ყველაფრით რა. მაგრამ ცოტანი არიან, მიმობნეული არიან, მაგრამ თავად სახელმწიფო ისრაელი იუდაიზმია. იმიტომ არის ეს პრობლემა. შეიარაღებული ცხოვრება და კიდე ღმერთის მადლი ფარავს მაქვს, მაგრამ მაგათ ექნებათ პრობლემა. ეგ არის ცენტრი, ეპიცენტრი კატასტროფებისა, რომელიც მოსალოდნელია დედამიწაზე და აღწერილი არის აპოკალიფსში. ამიტომ დიადიურვის ხანას ქრისტიანი, ყველა ქრისტიანი, ვინც მიიღებს ქრისტეს რწმენით, ამიტომ მართალი ცოცხლებს რწმენით, სამჯერ არის გამეორებული ავაკუმის ეს მეორე თავის მეოთხე მუხლი, სამჯერ არის გამეორებული ახალ აღთქმაში, რომაელების პირველი თავი, მე-17 მუხლი, გალატელების მესამე თავი, ებრაელების მეათე თავი. სამჯერ არის მართალი იცოცხლებს რწმენით. ეს იყო რეფორმაცია რო დაიწყო. მარტინ ლუთერი გაუნათდა რა თავი. და როცა ჩვენ ამ ემას შემდეგ ჩვენც ესე არ ვარ გაგვათავისუფლა ქრისტემ და რელიგიური იმეებით რატო დავიმძიმოთ ხალხო თავი? რა მაგარია რა დაბადება, გონება, უკვე დააწყნარდი და აღდგა სიმშვიდე ღმერთთან. იმიტომ რომ იესომ შეასრულა ის რასაც მე ვერ ვასრულებდი. მანამდე კი იყო საჭირო. ესე იგი სინაის მთიდან ჯულის კანონი აბრაამს არ ქონია. აბრაამი რწმენის კაცი რატოა? მას ჯულის კანონი არ აქვს, წმენა ჩაერთვალა და გამართლებად. იმიტომ რომ ირწმუნა აბრაამმა და ეს ჩაერთვალა მას, გამართლდა აბრაამი რწმენისა გამო, არა საქმეებით. თუ საქმეებით, მაშინ ჯულით გამართლება ყველა. ჯულით ვერავინ ვერ გამართლება. ჯული დასასჯელად არის. ჯული არის იმისთვის, რომ მე გამაგებინოს, რომ შენ ცოდვილი ხარ. ამიტომ უნდა ვაიმე მე ცოდვილი ვინ მიშველოს? აგერ იესო ქრისტე. დაპირებული მესი ედემის ბაღში მოვიდა და ჯულმა იქამდე მიმიყვანა. ჯული კი კარგია. ჯულს უნდა ექვემდებარებოდე ქრისტემდე, მაგრამ ქრისტეს მერე ჯული გაუქმებულია რამე თუ ქრისტემ აღადგინა. მანამდე ვერ არა ხორციელი ვერ ასრულებდა ამას. თუ ერთის დამრღვევი ხარ, ყველაფერი დამრღვევია. და ვინ შეასრულებს ჯულს? ვერავინ. 613 კანონი დაამატეს ებრაელებმა. რა იყო ეს შაბათის მანძილი? რა იყო ეს განკურნო შაბათს კაცი? ჭამა არ შეიძლება შაბათს პურის. ეს იესოს პირდაპირ თავზე დაესხნენ. და იგივე პავლეც ესე არ ესხმებოდა ქრისტიანებს თავს 29 წლის ჭაბუკი? რომ სათავეში ედგა დამსჯელ რაზმს და ტყავს საძრობდა ყველას და სტეფანეს ჩაქოლვას როგორ ესწრებოდა პავლე და რა ამ პავლეს შეხვდა დამასკოსის გზაზე რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ აგერ მე-9 თავში და უკვე პავლეს დოქტრინას აყალიბებს მოკლე ძალიან მოკლედ მე-17 თავის საქმე მოციხულთა ეს არის ქრისტიანული დოგმებთ წაიკითხეთ ეს არის ქრისტიანული დოქტრინა საერთოდ იგნორებულია საქართველოს სივრცეში საქართველოს არჯერა არც მეორეთ მოსვლის ესენი როგორ არიან კათოლიკე ამომამზადოთ ქრისტიანობა გავზარდოთ და პროტესტანტები შეუერთდნენ და ეხლა გამზადებულზე მოვა ქრისტე რას ლაპარაკობთ ხალხო დიადიურვის ხანა არ მოვა ეს ამ ფსევდო ქრისტიანულ პლანეტას ანტიქრისტე შემოვა ეგ მოვა ეგა და გაითამაშებს ქრისტიანობას და ატყდება მერე თელიანობავე აი მაგის მერე მოდის მაცხოვარი თორე ისე განადგურდებოდა ყველაფერი ხო აი ესეთი qalbi რაღაცებს ხო გვაძლევენ და დაიყო ეს ლიბერალური თეოლოგებმა დაყარეს ეს სისულელეები იქ შეარიგეს ევოლუცია ბიბლიასთან არ დაუჯეროთ არც ერთი დენომინაცია არა თქვენ და ქრისტე იმიტომ შეხვედრა ხდება ბიბლიურ ნიადაგზე საღვთო წერილით ხდება ადამიანის შეხვედრა ღმერთთან თუ ამ წიგნით ვერ შეხვდით ღმერთს ვერც ერთი ორგანიზაციასთან ღმერთს ვერ იპოვით ეგ არის ტყუილი შეიძლება იყო ორგანიზაციაში და იმჩვიდებდეთ თავს რომ რაკიღა ორგანიზაციის წევრი ხარ ტყაპანს მოდენ 64-ში აბსოლუტურად მეუღებელია პიროვნული ინდივიდუალური არის გადარჩენა ინდივიდუალური ორგანიზაციაში წევრობით კი უნდა გადარჩე რო იძახიან თუ აქ არ შემოხვალ დაიღუპე ვინ გითხრათ ეგ ამას ბიბლია არ მეუნებოდა გალატელებს იმიტომ არ უყვართ მართლმადიდებლებს არც პავლეს წერილები მოგისმენიათ გალატელებზე ხადაგება თქვენ საერთოდ ხوار ხადაგებს მართლმადიდებლები არაფერს ან რომაელებიდან მოგისმენიათ რამე ან ებრაელებიდან ეგ ციგნები მან ამოხეულია სამაგერთ მაგის ადგილზე არა მღვდლები, კაი მღვდლები, ცუდი მღვდლები, ოი რა კაი ტიპია, იცი რა ამანაც ჯვრებით დადიან, ხატები, ჯვრები პლუს ქრისტე, აი ქრისტემა თქვა. ის არა თქვა რომ მღვდელი არ უნდა იყო. მოიწყეს ცხოვრება, გაფობინდნენ, გაიფუყნენ
და კეტებით დაძდევენ იმას, ვინც ქრისტიანია, სტიგმა აქვს. იეღველი ხარ, ესა ხარ, ისა ხარ და გაარცელდა ეს მართლმადიდებლური სექტები, რომელსაც პროტესტანტობაც რო დაარქვეს. საქართველოში არის მართლმადიდებლური პროტესტანტიზმი, ხალხო, არაფერი მანდ ქრისტიანული არ არის, ნუ. და არც იქნება. თქვენ თუ ორგანიზაციის იმედი გაქვთ, ძალიან ცდებით. რადგინათ ორგანიზაცია, როცა ღმერთი გელაპარაკებათ ბიბლიიდან. და თქვენ უნდა შეხვდეთ ამას. სხვა გზა არ არის. მხოლოდ წმინდა წერილი. მხოლოდ მადლი. მხოლოდ იესოს რწმენა. ამის გადაგვარჩენს. ასე რომ ევროპაში რო დაიწყეს ეგ. აი იმაზე აშენდა მე არაუშავს მოახლოებდეს ქვეყნები, რომელი ქვეყნებიც აბატონო მიილტვის მთელი აზია და ქართველებიც ვითომ 1600 წლის ისტორია გაქვს ქრისტიანობის და გადახვეწილი ვარ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ. რა არის კაცო გერმანელებიც გადაიყვნენ. არაფერი არ ჩატარებულა საქართველოში ქრისტიანობასთან დაკავშირებით. ეს იყო სახელმწიფო რელიგია. ბაგრატიონების, კომუნისტების, ეხლა ოლიგარქების. რა საკითხი აქვს მათ? კიდე კარგი წიგნი მაინც არის. კიდე კაი წერილი არის. აი საყვარელთან მიწერილი. დაგვიდასტურა იმით, რომ მან მოგწერა პირველი წერილი, როგორ უყვარვართ მას და როგორ გაიმეტა ძე და დაამტკიცა წუთისოფლის სიყვარული, ჩემი სიყვარული, რომ ძე გაიტანა ჯვარზე და ამით რისხვა მეამარიდა და შვილს დაატეხა. შვილიც აღადგინა და მე რწმენით გადარჩენილი ვარ. ამიტომ მართალი იცოცხლებს რწმენით. მართალი გამართლებული, სწორი ურთიერთობა ღმერთთან ისანა, ის იცოცხლებს რწმენით და არა საქმეებით. ამ რწმენას მოყვება რწმენის შესატყვისი საქმეები. ასე რუსახმურობა კი არ არის ქრისტიანობა. ეს არის მსახურება ღმერთისა. თუ მანამდე წუთისოფელს ემსახურებოდი და ადამიანებს მორწმუნე ქრისტიანმა იცის რომ რასაც აკეთებს ქრისტეს ემსახურება. სადაც არის ხელოსანია, პროფესორია. აი ეს აქ თავში. და მოთხოვნილება აქვს ლოცვისა, რამე თუ ლოცვა კომუნიკაცია არის. და კომუნიკაცია აუცილებელია მეგობრებო. ჩვენ მაგისთვის ვართ შექმნილი. ეს ლოგიკური სისტემა, განვითარების შედეგი კი არ არის. ეს არის ღმერთის მიერ ჩადებული. და აუცილებელი არის კომუნიკაცია. ქრისტიანული ღმერთი ეს პიროვნება ღმერთია, პიროვნება. ეს აბსტრაქცია არ არის, იდეა არ არის, ენერგია არ არის, გაყენებული ფილოსოფიური იდეა არ არის, პლატონივით და პლოტინივით ეს ემანაცია და ასე შემდეგ. ეს არის პიროვნება. ჩვენ იდეა კი არ გვინდა ადამიანის შესახებ, პიროვნება მიყვარს. ქალის იდეა კი არ მხიბლავს მე. ამ იდეის გამოვლენა ქალი რო არის კონკრეტული ის არის პიროვნება და იმასთან კომუნიკაცია კარგი. ასევე კაცის იდეა კი არ მხიბლავს მე როგორც მეგობარი. არამედ აი პიროვნება მამაკაცი რომელთანაც მე მეგობრობ ურთიერთობ და ბრძოლაში და იმაში ერთად გავგაკეთე. აი ეს პიროვნება აი სიამოვნებას გვანიჭებს ჩვენ პიროვნული ურთიერთობები და არა აბსტრაქტული ურთიერთობები. და როგორ არის ხალხი დახარბებული კომუნიკაციას, შედით ეგერ Facebook-ში და ნახავთ. რა დღეში არიან, მაგრამ სამწუხაროდ დამახინჯებულია მათი ურთიერთობა. გინება, ლანძღვა, თათხვა, ან პირფერობა და შეტენვა. ესეთი ურთიერთობა კი ანტიქრისტიანულია. სისტემაში მოვიყვანოთ ჩვენი გაფანტული რაღაცა აზრები რწმენასთან მიმართებაში. და არ შეგვიშალოს ხელი ისეთმა ტიპებმა ანტიქრისტე რო აკეთებს, შემოვიდეს ფილოსოფოსები და იცი რა არის? ესეც დაამატე რა. არა, ესეც ჯობია, აი ქართველობა, აი ქრისტე ქართველი იყო. აი არაფრით არ შეიძლება ესე. ქრისტე ქართველი იყო და ამიტომ უნდა ვიყო მე ქართველი? რაღაცა სისულელი ეგა. საიდან მოიგონეთ კაცო საწერი ან ებრაელი ქალი არის მარიამი სად იყო ან ქართველი მან სად არის ან საწერია რო რაღაცას საქართველოს უბოძა ამას ღმერთმა გაამწესა მარიამი და წილხვედრი ქვეყანა და მარიამი წილხვედრი დღეც გამოვაცხადეთ და აი მოკლედ ისეთი მკრეხელობაა საქართველოში გაოცებული ვარ ცაზე რო ვიყო რო არც ვარ ამე მაგ ქვეყანაში კიდე არიან ქრისტიანები და იმისი მადლით არის ქვეყანა რო არ იმხობა უკანასკნელი ქრისტიანი რო საქართველოში არ იყოს დღეს ეგ ქვეყანა აღარ იქნება მე მჯერ ამის აი მიწასთან გასწორდება როგორც ბიზანტიაში ხა თქვენ მაგას დამაჯერებთ რომ ბიზანტია თავიდანვე არასწორ გზას დაადგა 313 წლიდან ბიზანტიას კონსტანტინოპოლი ჯერით რო გაიყო რომი ორად აღმოსავლეთ და ორი სატახტო ქალაქები წამოჭიმეს ძალაუფლების როგორ მახსენებს ეს ბაგრატიონების დინასტიას ამემაც საქართველოს რო გაყეს სამთავროებად სამეფოებად და ვეღარ გაინაწილეს რა სამღვდელოებაც მაგათი იყო რო იცოდეთ ბაგრატიონების წარმომადგენლები იყვნენ ძალიან ბევრი პატრიარქებად მერე კომუნისტების წარმომადგენლები იყვნენ პატრიარქებად და ერთ-ერთი კომუნისტების მემკვიდრე და შვილი შიოლაშვილი არის მაგარი კომუნისტი არის აი ეს არის ჩვენი ტანჯვა რომ საქართველოს ქრისტიანობა ჩაბარებულია კაცს რომელიც კომუნისტებს სტალინი არის ამისი მამა ამე და აჰა შედეგები რა არის საქართველოს გადახედეთ რა შედეგები გაქცეული ხალხი დაქცეული ქვეყანა აღრეული გადაკიდება ერთმანეთზე ლანძღვა გინება ამორალიზმი ოჯახები დანგრეულია დედა შვილს აღჩობს ჩამახედეთ ხალხო ესენი სულ ყველა ხო მართლმადიდებლები არიან მღვდლებთან ხო დადიან ჩვენ რა გზას დავადეკით ხალხო ამიტომ არის ჩვენ გვაგმართებს არა გაჩერება
არამედ როგორც პავლეს ქონდეს ტკივილი, გუნურო გალატელებო, ვინ გადაგიყვანათ რა სხვა სახარებაზე. არ არსებობს სხვა სახარება, გარდა ერთის არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებიც ტვინსურებენ სხვას. საქართველოსია ნათქვამი. აი ტვინსურებენ ეს მღვდლები რა თავისი ფანტაზიებით. და აგერ ეტყობა ნაყოფის საქართველოს. ღმერთს მადლობა უთხრათ, რომ ასეთი სულგრძელობისათვის, რომ ქვეყანა იმსახურებს განადგურებას, მაგრამ დიდია მისი სიყვარული, ელოდება მის შვილებს. არ ვიცით რამდენი დაიბადება და ისევე აღიარებს და მიიღებს ცოცხალ ღმერთს, როგორც ჩვენ ვაღიარეთ და მივიღეთ. მე ხო დამელოდა. მადლობა მასამე რომ დამელოდა, თორე ჩემამდე რომ მოესპო ეგ ქვეყანა, ხო ვერ გაგვიქნებოდი. ასევე წარღვნას რო ყველა მოესპო. ჩვენ ხო და საერთოდ ხო აღარ გავჩნდებოდი. რა კარგია რა, ყოფნა, ბიწიე. აი მაგარია ხო ეს ყოფნა, დაბადება. დაბადება თვითონ სიტყვა თვითონ არის ძალიან ღვთაებრივი, დაბადება. და ვერ წარმომიდგენია არარაობა. ჰამლეტის მის არ მესმის ჰამლეტის იცი ყოფნა თუ არ ყოფნა. რა ფუნდამენტალური საკითხი არის ეს? არაფერი ფილოსოფიური კითხვა არ არის. ყოფნა, რას ქვია არ ყოფნა, მაგრამ ჰამლეტმა სხვა კონტექსტში დასვა. უკერ წმენა დაიკარგა. აღარც დედის სიყვარული, აღარც ბიძამ რა გააკეთა, მამა მოუკლა. ეს იყო ჰამლეტის სკეპსიზმი, გამოწვეული იყო ევროპული ჰუმანიზმის კრახით. და ამიტომ ეს ეპოქის კრიზისის დამადასტურებელია ჰამლეტის ყოფნა თუ არ ყოფნა. ასეთ ყოფნას არ ყოფნა ალბათ ჯობია. საკითხავია ეს არის. ვიყოთ, არ ვიყოთ, ვერ გაერგო. სკეპტიკოსით ასე ამთავრებს სიცოცხლეს, აი როდესაც ბოლოს იძახის, სხვა აღარ აღარჩება საუკუნო სიჩუმე მხოლოდ. ქრისტიანი ესე არ კვდება საუკუნო სიჩუმე. ქრისტიანის ცხოვრება იწყება შემდეგ. უფრო შემოქმედებითი, სანატრელი და ბედნიერი. ეს აღწერილი ძუნწად ბიბლიის ბოლო წიგნის ბოლო ფურცლებზე. ახალიცა და ახალი. ვისთვის არის? აბა რა არის ახალიცა და ახალი დედამიწა? რო ვერც გავიგებთ რა არის და როგორ არის. ჩვენი ადამიანური კატეგორიებით ვზომავთ ყველაფერს და გვეშლება. ჩვენი სტანდარტებით ღმერთიც რო ჩვენ სტანდარტებში გავაკაცეთ, გავა ადამიანი წვერები მოვაბით, დავხატეთ ლამაზად ვიღაცა უნიჭო მხატვარი ხატავს და გვეუნება ეს იესოა. არაფერი არ შეგეშალოთ. იესოს არ ჭირდება დახატვა და ხატები. ეს გულში უნდა გამოიხატა, თქვენ გულში. მივცეთ უფლება ღმერთმა იმუშაოს ჩვენში. გვაძლევთ რომ როცა ჩვენ ბრძენი ვართ, ესა ვარ, ისა ვარ, ტრაბახობთ, ვიკვეხნით ჩვენი თავით და გვავიწყდება რა ჩაიწერა სული წმინდა ბიბლიაში. თუ ტრაბახობ, იმით დაიტრაბახე რომ ღმერთს იცნობ. ვის შეუძლია თქვას რომ მე ღმერთს ვიცნობ? ვის შეუძლია? აი ეს არის ქრისტიანი. 4:2-ას ცნობითა და შიოლაშვილისა ლოშნით 3-4-ში შეცვლა. ეგ ძალიან გაგიადვილება. მოდელთან მიდიხდა სანთელიდანთო და სიკვდილის დროს მოდელს რომ მოიყვან და რაღაცა წაიბუტებდ. გონიათ 3-4-ში გახვალთ? დარწმუნებული ხართ? აი ბატონო. არ შეუშლი ხელს არავის ვისიც მაგის წვენა აქვს. მე კიდე სხვა რამეს მეუნება საფრთხო წერილი.